გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას იმედი ლაივი და უსმენთ მას რადიო იმედის ეთერში. გადაცემა მიყვავს მე თეონა გეგელიას და გურამ ნიკოლაშვილს. მიმავალი 2018 წელი პოლიტიკურად იყო ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ცხელი აღმოჩნდა მისი მეორე ნახევარი. 2018 წელს ქვეყანაში მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, დაბრუნდა, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების დამფუძნებელი, პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და კაბინეტის რამდენიმე წევრი უფრო ეკონომიკური გუნდიდან და ასევე ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, უпростоრად ჩატარდა არჩევნები, რომელიც არ უნდა ყოფილიყო წესით ამდენად, ასე ვთქვათ, ცხელი. მაგრამ გადაიქცა რაღაც, ასე ვთქვათ, სხვა ტიპის არჩევნებად, ვიდრე არსებობდა მოლოდინი და ამ არჩევნებს უძღოდა წინ კამპანია, ყველაზე მძიმე ალბათ, რაც გვინახავს, ასე ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში. ამ თემებით, ასე ვთქვათ, უნდა დასრულებული იყო თითქოს ამ პოლიტიკური ამბებით ეს წელი, თუმცა რამდენიმე დღით ადრე, ასე ვთქვათ, ახალი წლის დადგომამდე მოხდა ასევე ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო ამბავი, კერძოდ დავა, ასე ვთქვათ, დაიწყო, რომელიც როგორც ჩანს იქნება ასევე ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა 2019 წელს, ანუ ის გაგრძელდება მომავალ წელს და ეს თემა არის, ასე ვთქვათ, სასამართლო. გადადგა უმრავლესობის წევრი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია თანამდებობიდან. ესე იგი, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს იყო კრიტიკული წელი პოლიტიკურად. ალბათ შეგვიძლია ვთქვათ და საერთოდ ქართული ოცნების მმართველობის აი ამ 6 წლის განმავლობაში პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ალბათ ყველაზე კრიტიკული წელი. გარდა იმისა, თეონა რაც ჩამოთვალე, ჩვენ მივიღეთ რამდენიმე თემაზე მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი. ეს იყო ბასიანის საქმე, ეს იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ამბავი, რომელიც ესე ვთქვათ, პრაქტიკულად პერმანენტული ხასიათი მიიღო და ეს იყო მარიხუანის ლეგალიზების თუ რეგულაციის კანონ პროექტის წარდგენასთან დაკავშირებული ამბები, რაც მოხდა წინასაარჩევნოდ და ასევე ამ ყველაფერს უკვე აი ამ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ამ ყველაფრის ფონზე შედგა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც თითქოს დაიწყო რაღაცნაირად უმტკივნეულოდ. ოცნებამ თქვა, რომ ის საერთოდ ოპოზიციას უცვლობს ამ კანდიდატს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატს დაუჭირა შემდეგ მხარი, მაგრამ შემდეგ ნაციონალურ მოძრაობამ მოახერხა ის, რომ მობილიზება გაეკეთებინა თავისი ამორჩევლისთვის, გაეზარდა მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით და პრაქტიკულად ეს არჩევნები აქცია ხელისუფლებისთვის ბრძოლად. ოცნებამ მერე მიიღო ეს არჩევნები, ეს გამოწვევა უკვე მეორე ტურისთვის და ის დასრულდა მისი გამარჯვებით, თუმცა ეს გამარჯვება იყო ისეთი ძალიან რთული და შრომა ტევადი. ამ გამარჯვებაში გამოჩნდა, რომ პრაქტიკულად მოხდა რაღაც ხელახალი დაანონსება, რომ აი ერთ წელიწადში რაღაცა პრობლემების აღიარება და შემდეგ ეს პრობლემები მოგვარდება, მაგრამ პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე თითქოს დაიწყო ახალი საარჩევნო რეჟიმი, რომელიც უკვე არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შესაბამისად, ყველა ის მოვლენა, რაც უკვე ჩანს, ხო, მაგალითად ოპოზიცია ითხოვს, რომ 2020-ში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. მაგალითად ეს მოსამართლეების საკითხი, ხო, მათი უვადოდ გამწესება, მათი ვინაობა, ეს ყველაფერი აშკარა რომ გაივლის პოლიტიკური დისკუსიის ჭრილში, აი ამ ბატალიებს უზრუნველყოფს და ყველა ძალა შეეცდება, რომ აქედან მისთვის მიიღოს გარკვეული სარგებლობა. სასამართლო პრინციპში ყოველთვის იყო პოლიტიკის თემა, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ სასამართლო სამართალი, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებები იყო ის თემები, რომლის გამოც არამხოლოდ შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, არამედ მისი პოლიტიკური ძალა დღემდე ვერ ახერხებს, ასე ვთქვათ, რაღაც სერიოზულ წინსვლას და ის არის დისკრედიტებული. ანუ საქართველოს მოსახლეობის, ასე ვთქვათ, უმრავლესობის თვალში, რაც გამოჩნდა კიდევაც ამ არჩევნების პერიოდში. სასამართლოსთან დაკავშირებით არსებობს, ასე ვთქვათ, ორი ნარატივი, ჩემი აზრით. ერთი ეს არის ნაციონალური მოძრაობის და, ასე ვთქვათ, მისი ტელევიზიის მიერ ფორმირებული, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ცდელობა აქვთ მათ, რომ ასეთი აზრი დაამკვიდრონ, რომ სასამართლოში არათუ რაიმე გაუმჯობესდა. არამედ
ასე ვთქვათ, ყველაფერი არის, სულ ცოტა არაფერი არ შეცვლილა და რომ ესე იგი ეს ასე ვთქვათ ბანკიერი სისტემა გადაიბარა. ხო, ანუ ჩვეულებრივად გადაიბარეს აქეთ. რაც რა თქმა უნდა, ეს არის ისი რომელი კინოს გაგრძელება, აი 2012 წლის მერე რო დემოკრატიის ხარისხი შემცირდა აი ამ ნარატივის. ხო, და ორბიტა რო შევიცვალეთ და საერთოდ რო ქვეყანა არის. ხო, დაიქცა ქვეყანა, აი ამის ნაწილია. რაც რა თქმა უნდა არის ტყუილი და ის რომ ეს არის ტყუილი, ამას ადასტურებს, ასე ვთქვათ. არა მხოლოდ სტატისტიკა, ჩვენ თუ გავიხსენებთ რა სტატისტიკა არსებობდა სასამართლოსი სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს ცნობილია, ასე ვთქვათ, 0.1 თუ 0.1%, ასე ვთქვათ, გამამართლებელი განაჩენების, ხო, მარტო ესეც არის საკმარის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. სასამართლო არის საგრძნობლად დამოუკიდებელი დღეს და ასე ვთქვათ, ამაზე მეტყველებს რაღაც გარკვეული ფაქტები. ეს არის მეორე ნარატივი, რომელსაც ვეთანხმები, ასე ვთქვათ, მე და შეიძლება თვალსაჩინოებისთვის, ასე ვთქვათ, ამ მეორე სასარგებლოდ თვალსაჩინოებისთვის რაღაც მაგალითების მოყვანაც. ეხლა მაგალითად ხორავას ქუჩის საქმე, რომელიც შენ ახსენე, ხო? ეს იყო კლასიკური მაგალითი, რომ სასამართლო არ ემორჩილება, ასე ვთქვათ, აღმასრულებელ ხელისუფლებას, ის არის დამოუკიდებელი პროკურატურისგან და ისეთი კიდევ ასეთი უბრალოდ მახსენდება, რადგან ყავდა გიგი უგულავა წინა გადაცემაში, შემიძლია მისი ასე ვთქვათ საქმეც გავიხსენო. უგულავა სამოხელეო დანაშაულისთვის რომ გაასამართლეს, ხო, და მას სხვა ბრალიც აქვს, ასე ვთქვათ, წაყენებული, ჰქონდა ის 3 წელი იყო ციხეში, მე მგონი ძალიან ადამიანურ, ასე ვთქვათ, პირობებში, განსხვავებით მაგალითად ასევე სამოხელეო დანაშაულისთვის დაპატიმრებული სულხან მოლაშვილისგან, რომელსაც თავიდან მე მგონი 27000 ლარს ედავებოდნენ. 27000, რომ არაკანონიერ გასცა პრემიები. სხვა შორის ამ დანაშაულების შემცველობაში სერიოზული სხვაობა არის და სულხან მოლაშვილის დანაშაულს. სხვა არის, მაგრამ ნუ აი ესე ძალიან რო განვაზოგადოთ, სულხან მოლაშვილი ფაქტობრივად შეეწირა ამ დაპატიმრებას, ამ სისტემას კი და ის ასე ვთქვათ, გარდაიცვალა კიდევაც მერე ციხიდან მალე გამოსვლის შემდეგ. გიგი უგულავას უსურვებთ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას, ის არის მშვენივრად და გამოვიდა, ასე ვთქვათ, მალე, ხო, 8 წელი ქონდა თუ 9 წელი ქონდა სულხან მოლაშვილს მისჯილი. და ასე ვთქვათ, უგულავა არის პოლიტიკაში, აქტიურად არის ერთ-ერთი პარტიის, ასე ვთქვათ, ლიდერი. ანუ სხვაობა არის ძალიან თვალში საცემი. არის თუ არა შენი აზრით დამოუკიდებლობა თვალსაჩინო და ცხადი ფაქტი ეს ვთქვათ სასამართლოს. რა მაგალითები ჩვენ მოიყვანე, რეალურად აქ შეიძლება ისაუბრო, რომ სასამართლო სისტემა შეიცვალა, გაუმჯობესდა, რაღაცა პარამეტრებით ეს დამოუკიდებლობა იზომება და ბევრად უფრო დამოუკიდებელია, მაგრამ ადამიანები და აუდიტორია კიდე სხვა კრიტერიუმებით აღიქვამენ. ერთი რამის თქმა მინდა კიდე, ანუ ამ ასე ვთქვათ კანონებიც შეცვლილია და მოსამართლეებს საშუალება აქვთ მიიღონ უფრო ნორმალური გადაწყვეტილებები. ანუ ისი თქმა მინდა, რომ ის ნულოვანი ტოლერანტობა, რაც არსებობდა მაშინ, ხო? ამ მოსამართლეებს, რაც დღეს ხშირად აკეთებენ აქცენტს, რომ მაშინ ასეთი კანონები იყო და ამიტომ ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას, ეს კანონებიც, ასე ვთქვათ, შეცვლილია და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც არის უფრო ადამიანური და ამის მიუხედავად ადამიანები უყურებენ სახეებს, უყურებენ ფიგურებს და ძალიან რთული ასახსნელი არის მთელი რიგი მოქალაქეებისთვის, რომ როგორ შეიძლება ეს სისტემა შეიცვალოს ზუსტად იგივე ადამიანებით და იგივე ფიგურებით, იგივე მოსამართლეებით, რომლებიც სწორედ მაშინ მონაწილეობდნენ ამაში. ეს არის ძალიან რთული გასაგები და ეს არის დილემა, იმიტომ რომ თუ ვამბობთ, რომ მიშასავით არ უყრით ამ მოსამართლეებს გარეთ და ამ მათ ესე ვთქვათ, ტოვებთ და შესაბამისად რაღაცა სადამსჯელო ოპერაციას არ ახორციელებთ. ევოლუციური გზით მივდივართ რეფორმების. ანუ პრაქტიკულად ხელისუფლება იძახის, რომ მაშინ იყო პოლიტიკური წნეხი, მოსამართლეები უბრალოდ ასრულებენ ნოტარიუსის როლს. ჩვენ ახლა ამ პოლიტიკურ წნეხს მოვხსნით, ამას შესაბამისად სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და ის ჩადგება კანონის სამსახურში, იმიტომ რომ მათ დაკვეთა აღარ ექნებათ. მაგრამ აქ დილემად რჩება ის, რომ იგივე ფიგურებით როგორ შეიძლება ეს, ანუ ძველი ღვინო ჩავასხათ ახალ ტიკებში. ამის შესახებ საინტერესო იქნება ეკა ბესელიას აზრი, რომელიც 27 დეკემბერს გადადგა კომიტეტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან და ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ფრაგმენტი მისი ბრიფინგიდან. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი
რომელიც მიმაჩნია იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეკა ბესელია არის ჩვენი სტუმარი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და თავიდან რომ გითხოთ მაინც ეს მართლა მაინტერესებს, უნდა გადამდგარიყავით 4 შაბათს. ეს ახსენით იმით, რომ სულ არ გადადექით 4 შაბათს, რომ ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ელოდებოდით და არ დაუტოვეთ მასას. მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა თქვენი კომიტეტის თავმჯდომარის, შემდეგ გადადექით 5 შაბათს და განცხადება ჯერ არ გადაგიციათ ბიუროსთვის. ანუ როდის აფორმებთ ფორმალურად თქვენს გადადგომას? საღამომშვიდობის მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში ხვალ ახალი ძელია და არ მინდა რომ ძალიან დავამძიმო განწყობა, ამიტომ ვეცდები რომ ცოტა უფრო მსუბუქი იყოს ჩემი სასაუბროც და უფრო გაუფრთხილდეთ მაყურებლის ემოციას. ამიტომ შევეცდები რომ რაღაცეები, რაზეც ვისაუბრებ, ის გულწრფელი იყოს, მაგრამ ამავე დროს არ დავკარგავ იმ განცდას, რომ მაინც წინასაახალწლო გარემოა და ქვეყანაში მაინც რაღაცა მოსახლეობა მაინც ემზადება ახალი წლისთვის. რაც შეეხება ამ საკითხს, თეონა, პროცედურებზე რო არ დიდად არ დავკარგოთ, რომ თავარი რაც მინდა რომ ვთქვა. ეს გადაწყვეტილება მივიღე 4 შაბათს. 5 შაბათს იყო ეს ბრიფინგი. გადაწყვეტილება მივიღე ზუსტად იმ მოტივით და იმ მიზეზით, რაც ვთქვი და ეს იყო ასე. ასევე ვთქვი 5 შაბათს, რატომ 5 შაბათს ვისაუბრე ამაზე და არასწორედ იმ დღეს, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. გეკითხებით, მოვისმინე ესეთი ვერსია, რომ თქვენ აჭიანურებთ. მეც მოვისმინე, არც არ ვაჭიანურებ, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს თან ამ მასშტაბის გადაწყვეტილებას ასე იცვლიან და არ მგონია ხა რომ ასე არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდე. მე ჩემ განცხადება ხვალ ბიუროს ექნება, უბრალოდ პროცედურები და ფორმალობები იყო დარჩენილი, იმიტომ რომ იურიდიულ კომიტეტს არ ყავს დღეს არც პირველი მოადგილე და ხვალ არ ეყოლება არც თავმჯდომარე. ამიტომ არის რაღაცეები, რაც ამავე დროს იურიდიული კომიტეტის კომიტეტია, რომელსაც პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში მთავარი ფუნქცია აკისრია და ასეულობით პროექტი მიმყავდა მე პირადად. რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს ასევე გავაგრძელებ სხვა ამპლუიდან, მაგრამ ესე წყვეტა არ შეიძლება. იქ არის ბევრი ისეთი საკითხი, რომლის გაჩერება დააზიანებს პროცესს. შეეხება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო აქ იმედის ეთერში, უსმინე და რაღაცების დაზუსტება მომიწევს. რამდენიმე საკითხი იყო. ჯერც ერთი ჩემთვის თავარი არ იყო ვინ ვის დაასწრებდა ამ განცხადების გაკეთებას და საერთოდ არ მაინტერესებდა ეს. არც ახლა არ მაინტერესებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა თეონა და ეხლაც მიმაჩნია, რომ შედეგი უნდა დამდგარი იყო და უნდა შეჩერებული იყო ეს პროცესი. ვინ თუ არა მე ძალიან კარგად ვიცი რაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ მე სხვა ამაზე უკეთესად არაფერი არ ვიცი, ვიდრე ის რა არის სასამართლო და რა პროცესებთან მქონდა საქმე და რამდენად საფრთხე იქნებოდა ამ პროცესის გაუჩერებლობა. მე არ ვამბობ, რომ მე შევაჩერეს პროცესი და სხვა შორის აი მამონარიჩი რაც ახლა თქვენ გაუშვით, იქაც ჩანს, რომ მე მრავლობითში გამოვიყენე ეს სიტყვა შევაჩერეთ. ძალიან მოზომილად და ფრთხილად ვისაუბრე მე იმ განცხადების დროს. და იმაზე შორს არ წავედი ვიდრე უნდა წავსულიყავი. ვიდრე უნდა წავსულიყავი. მიზეზი ეს იყო, პირველი რაც ჩემთვის გამაუგნებელი იყო, რომ ამ ბრიფინგის შემდეგ კომენტარი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, არ იყო არც თუნდაც ფორმალური გულისწყეტა, რომ რატო გააკეთა ეს გადაწყვეტილება. არ იყო ფორმალური პროტოკოლური მადლობაც თუნდაც, იმიტომ რომ ეხლა ტერმაც კი იცის იურიდიული კომიტეტი რა მასშტაბის სამუშაოს ასრულებს. იყო პირდაპირ ვერსია, რომ ეს არ არის მიზეზი და არის რაღაცა სხვა და ოდესღაც ამ სხვა რაღაცას ვიტყვით, რომ რა არის სხვა, მე დღესაც არ ვიცი რა არის სხვა.
ეს იყო ჩემთვის ძალიან შეურაცხყოფელი, რაც ნიშნავს, რომ რაც თქვი, ის არ არის და ძალიან კარგად იცის პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ეს ის მიზეზია, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე. მეორე ამბავი იყო ის, რომ სხვა რატომ არ გადადგა? უკაცრავად, მაგრამ სხვასაც ჰქონდაო პროტესტიო და სხვამ რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება? თქვენი თანამოაზრეები პარლამენტში, ვინც მაგალითად თამარ ჩუგოშვილი შეიძლება იყოს. და არა მხოლოდ, ძალიან კარგია და მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჰქონდა ასეთი პრინციპული პოზიცია. რას ნიშნავდა ეს ორი სიტყვით ამასაც შევეხები ეს პროცესი თავისთავად რას ნიშნავს და რამდენად იყო რისკის მატარებელი? მაგრამ ეს რო დავასრულო, ისეთ რო დავასრულოთ, ამის კითხოთ რომ კითხვის რა საჭირო იყო თქვენი გადადგომა. აი ხავე გეტყვით. ეს არის მნიშვნელოვანი. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გამოსულიყავით და გეტყვათ რომ თქვენ ამას არ ეთანხმდებით, ეს უნდა არა მარტო შეჭრეს, არამედ ასია უნდა იყოს გაწვეული და ეს პოზიცია დაგეფიქსირებით და საერთოდ არ იყოს საჭირო თქვა გადადგომა, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ თანამდებობიდან გადადგეთ, არც მანდატი დაგიტოვებიათ, არც უმრავლესობიდან მანდატი მაქვს ერთხელ დატოვებული 2000 დროზე. მაგრამ თვითონ გადადგომა. და არც ახლა არ მაქვს ამის პრობლემა. არა, მაგაზე კი არა საუბარი. თვითონ გადადგომა რა საჭირო იყო. ანუ იქ დარჩენით, ანუ თანამდებობაზე დარჩენით უფრო ხომ არ წაადგებოდით, ასე ვთქვათ, პროცესს, ამის კითხვა გვინდა. არა. ხო, იცით რა როგორ არის, ყველა ესე ვთქვათ, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში არის რაღაცა სასწორის ერთპინასე და ადამიანის არჩევანი განაპირობებს შემდეგ ახასიათებს ადამიანს თვითონ. მოდით ესე რომ ეხა ძალიან შორს ვერ წავალ, მაგრამ აქვე რომ ღია იყოს ეს საკითხი და გასაგები იყოს. მხოლოდ იურიდიულ კომიტეტს ეწერა ეს საკითხი და არც სხვა კომიტეტს. ერთადერთი კომიტეტი იყო, რომელსაც ეს უნდა განეხილა. ამიტომ პირველი ბარიერი ამ პროცესის გადასალახად იყო იურიდიული კომიტეტი და მხოლოდ მე მქონდა უფლებამოსილება ჩამეტარებინა ან არ ჩამეტარებინა სხდომა. იკა წინა დღეს ხომ მითქვა რომ გადავდეთ საკითხი. ამას გეკითხებით ანუ 4 შაბათს მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე 5 შაბათს თქვი ეს ხო არ არის მთავარი. ჩვენ საუბრობთ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და რატო სხვა არ გადადგა, ხო? ეხა ის რომ შემდეგ გაკეთებული განცხადება რა კავშირშია წინა განცხადებასთან ეს ავხსენი რომ ბატონ ზარდიაშვილს არ დაუტოვებდი ამ კომიტეტს და ამ განცხადების მიღების დროს ქონდა ჩემთვის მნიშვნელობა რატომღაც 4 შაბათს ველოდებოდი და 5 შაბათს მომიტანეს დილით და 5 შაბათს რომ მომიტანეს მაშინ დავნიშნე ბრიფინგი. ანუ თქვენი გადადგომით შექმნით ტექნიკური ბარიერი იმისთვის რომ არ მომხდარიყო აი ეხა დეკემბრის მიწრულს ამ საკითხის განხილვა. დიახ. მე შემეძლო თქვათ იმ ტერმინს სიტყვას იმ განცხადებას რომ მოდი ჩვენ ეს გადავდეთ გაზაფხულისთვის და მე არა არ ვენდობოდი რას ნიშნავს ახლა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ რომ არ ჩატარდებოდა სხდომა ამ კვირას ანუ პარასკევ დღეს რატომ მე გითხარით რომ მე უნდა მომეწვია ეს სხდომა და ეს ერთადერთი ბარიერი იყო რომლის შემდეგ ესია გადაინაცვლებდა სესიაზე მე დარწმუნებული ვარ თეონა თუ არ შეჩერდებოდა ეს პროცესი კომიტეტის ეტაპზევე იმდენად დიდი იყო ნებათა ხელვა ამ სიასთან დაკავშირებით რამდენიმე ჩვენი კოლეგის ასევე რომ სესიაზე ამ პროცესის გატანა საჯარო სივრცეში მე დარწმუნებული ვარ რომ უმრავლესობას დაშლიდა და გაცილებით უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა. ამიტომ ჩავთვალე გარდა იურისტისა რაღაც პოლიტიკური გამოცდილებაც მაქვს და გრძნობ რაღაც სიტუაციებს. ჩავთვალე რომ ამ პროცესის შეჩერება იყო საჭირო პირველივე ეტაპზე. მხოლოდ განცხადება არ იყო საკმარის ჩემ პოზიცია შიგნით ძალიან კარგად იცოდნენ. იმათ ვინც ისმენდა ამ პოზიციას, მაგრამ მე ჩავთვალე რომ ეს გადაწყვეტილება გაცილებით უფრო მძლავრი იქნებოდა ამ პროცესის შესაჩერებლად და შემდგომი პროცესებისთვისაც დასაზღვევად, ვიდრე მხოლოდ ჩემი განცხადება რომ რაღაცას არ ვეთანხმები. და ასეც მოხდა და მგონია რომ ეს დააზღვევს იმას რომ იგივე სია არ მიიღოს პარლამენტმა, ეს დააზღვევს იმას რომ პარლამენტს არ აკადროს იუსტიციის საბჭომ ის რაც აკადრა და აკადრა ის რომ როდესაც იცი რომ იურიდიული კომიტეტი იხილავს ასეთ საკითხს და მას სიას დაუდე პირდაპირ ბიუროზე და ერთი დღით ადრეც კი არავის საქმის კურსში არ აყენებ რომ ასეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილება
იმას იღებ და ამაზე მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების რეფორმისთვის არ არსებობს, ხალხო არ არსებობს. ეს არის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლო, სადაც უვადოთ უნდა გამწესდნენ ადამიანები, რომლებიც იმის შემდეგაც იქნებიან, როცა ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენი შვილების მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირები არიან და მომიტევეთ, მაგრამ ამ პროცესს აქვს მორალური მხარეს და აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური მხარეს. და წარმოიდგინეთ თეონა, რომ არ ვიცოდით ბიუროს ხდომა რატომღაც 6 საათზე ჩატარდა და არა 3 საათზე, როცა უნდა ტარდებოდეს, იმ დღეს იღებს იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას და იმ დღეს გვიგზავნის, თან გამოაგზავნეს 10 ადამიანის სახელი, არავითარი დოკუმენტი, არავითარი ცნობა და მეუბნებიან, რომ პარასკევს უნდა ჩავატაროთ ეს ხდომა. აღარ მინდა პროცესი არის არა მარტო დაჩქარებული, არაჯანსაღა წარმართული, იმიტომ რომ ამავე დროს მე ახსენეთ ვემზადებოდი როგორც აი ამ მეოთხე ეტაპის რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ჩვენ ამ რეფორმის ფარგლებში იანვარში უნდა გვემუშავა საკანონმდებლო ცვლილებებზე და კრიტერიუმები დაგვედგინა საბჭო როგორ იღებს გადაწყვეტილებას ამ მოსამართლეების შერჩევის და წარმოდგენის პარლამენტში. არა კრიტერიუმი, არა დიალოგი, არა ინფორმაცია, არაფრად არ ჩააგდეს პარლამენტი როგორც ინსტიტუცია და პარლამენტის ღირსების საკითხია როგორც საკანონმდებლო ორგანოს, რომ პატივისცეს ხალხის განწყობას და ეს არის პროცესის მიმართ ჩემი პროტესტი. შინაარსზე თუ გადავალთ, შინაარსი იყო ასევე მძიმე გადავალთ ეკა და არის ეს კითხვა ერთი რამ მითხარი, შენ ახლა ახსენე რომ დაშლიდა უმრავლესობასო, რომ ეს სესიაზე გასულიყო. დიდი ალბათობა იყო, რომ უმრავლესობა შესაძლოა დაშლილიყო აი ამ საჯარო განხილვის პროცესში. მოდი პოლიტიკურად ეს იყო ცალსახად ძალიან მომგებიანი პოლიტიკურად იყო მომგებიანი გადაწყვეტილება და სწორი გადაწყვეტილება თქვენთვის. მე იმ დღეს შეფასებები მოვისმინე, რომ თქვენ მოიქეცით როგორც პოლიტიკოსი. ასე მოიქცეოდა პოლიტიკოსიო, ზუსტად ასეთი შეფასებები მოვისმინე, მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ? სად ხედავთ თქვენ პოლიტიკურ მომავალს? ეხლა ახსენეთ, რომ უმრავლესობის დაშლა როგორც ჩანს არ გინდოდათ და ამიტომ გააკეთეთ ეს, მაგრამ ხედავთ თქვენ თავს ამ უმრავლესობაში ისევ თუ დაუშვათ სადღაც სხვაგან, სადაც სხვა დაუშვათ პარტიაში, ან ცალკე საერთოდ და აი ამ პოლიტიკური უნარების, ასე ვთქვათ, თანმიმდევრულობის გარდა რა რესურსი გაქვთ თქვენ, აი თუნდაც თანამოაზრეების თვალსაზრისით, რომ შეიძლება არ მოგიწიოთ ამ უმრავლესობასთან ერთად გაგრძელება, ეს რომ წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ, ასეთი სცენარი. ცალკე კომპლექსური თემა. პირველ რიგში იმით დავიწყებ თეონა, რომ 2006 წელს, როდესაც ჩემ პროფესიიდან და ჩემ პროფესია გახსოვს, ხა მე ადვოკატი ვიყავი და არასოდეს არ ყოფილვარ საჯარო სამსახურში. მე მაშინ არ ვიყავი რიგითი ადვოკატი. მქონდა ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა. მე მაშინ სასამართლოში არსებული მდგომარეობის გამო ვთქვი უარი ჩემ პროფესიას და აღმოჩნდი პოლიტიკაში იმ სივრცეში, რომელიც არასდროს არ მომწონდა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რატო იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი გადაწყვეტილება მესმის, რომ შეიძლება ვერ გაიგოს იმ ადამიანმა, რომელიც 2016 წელს უცებ-ეხე გზად რომ მიდიოდა აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტში და იგივე პოზიციაზე, როგორ პოზიციაზეც მე ვარ კომიტეტის თავმჯდომარე. ან პარლამენტის წევრი. ვერ გაიგებს ის ადამიანი, რომელსაც კონფორმისტული განწყობების გამო და იმ სკამშაჭიდებული პოზიციის გამო არ შეუძლია პრინციპული გადაწყვეტილების მიღება, ან არ მიუღია და მესმის ხა მათი კრიტიკა რომ მესმის რომ და რაღაცა სხვა ვერსიების ზებნა რომ იწყება და რა ხდება და ხა ბნელ ოთახში კატის ზებნა მესმის ეს და მეღიმება. მაგრამ ხა ვინც იცის ჩემ ბიოგრაფიას საჯარო სივრცეში ვცხოვრობ 2006 წლის მერე ქუჩაში გავატარე. ხა ადამიანი რომელიც ტყვიების ზუზუნში ვიდექი წლები მართლმსაჯულებისთვის და სამართლიანობისთვის იმ ადამიანების მოსამართლეებს ვინ ჩემი თანამებრძოლები იყვნენ დავანებოთ სენტიმეტრებს თავი რომ იქ ერთი გვარი იყო ჩემი ოჯახის წევრების დავანებოთ ეს პირად სენტიმეტრების დრო პოლიტიკოსისთვის არ არის
გადავდე გვერდზე. იმ თანამებრძოლებს რა უნდა უთხრა, ვისი საქმეებიც ამ მოსამართლეების ხელში იყო. იმ მოქალაქეებს რა უნდა უთხრა, ცოტა ხნის წინ თქვენთან ერთად ეთერში რო ვიყავი, პირველ არხზე და არჩევნების წინ რო ვეუბნებოდი, რომ ჩვენ სხვანაირები გავხდებით არჩევნების მერე და უკეთესად მოვიქცევით. რა, მე არც მაშინ არ ვთამაშობდი და არც დღეს არ ვთამაშობ. არ არის ეს ის მოლოდინი, თეონა, რასაც ელოდება ჩვენი ამომრჩეველი ამ ძიმე არჩევნების მერე. მე მგონია ამით უფრო ვეხმარები გუნდს. საერთოდ ეს რომ მესმის, აი გუნდს აზიანებს და თან იმ ადამიანებისგან მესმის, ვის თვითონ აზიანებს ამ ლიქვნელობით და ამ ფარისევლობით გუნდის ინტერესს. ჩემი ნაბიჯი, ჩემი საჯარო პირველი პროტესტი. პირველი, იმიტომ რომ არასოდეს დამეთანხმები 6 წელი გავიდა ხელისუფლებაში ყოფნის, მაგრამ მე 6 წლის ისტორია არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილს მოვყვები 10 ოქტომბრიდან. 7-ში გააკეთა განცხადება. 10 ოქტომბერს შევხვდი მე მას პირველად. 10 ოქტომბრიდან მე მის გვერდით მოვდივარ. არასოდეს არავის არ გაუგია ჩემი საჯარო კრიტიკა. იმიტომ კი არა რომ განსხვავებული აზრები არ მაქვს. ძალიან კარგად მიცნობენ და იციან რომ არასოდეს არ მომალავ რა არ მომწონს, მაგრამ საუბრობ შიგნით. ეს იყო წითელი ხაზი. და ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ჩემთვის ეს წითელი ხაზია. წითელი ხაზის შემდეგ ამ წითელი ხაზის შემდეგ კი ეს გუნდი ჩემი გუნდია. ეს გუნდი ჩემი გუნდია, ის ქართული ოცნება, რომელიც ჩემი ხელით დავარეგისტრირე, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით. მე დავარეგისტრირე. მე და მანა კომპაქტზე. გუნდი არის, ვანოზარდიშვილი გუნდი არის, წეგა პოლემიკა მქონდა, რაგვარია სოფუკი. არა, ერთი ელისოკელაძე ჩვენს ყავს. არ ვეძახი ვანოზარდიაშვილს. აი ეს პროცესი მინდა რომ დაიწყოს. ეს პროცესი მინდა დაიწყოს, რომ ნაციონალური მოძრაობის ფილიალი არ მინდა დარჩეს ქართულ ოცნებაში, რომელიც მგონია, რომ სახიფათო პროცესისკენ წაიყვანს ხელისუფლებას. მაგრამ თვითწმენდა გაჯანსაღების პროცესი, რაზეც ბიძინა ივანიშვილი თავად საუბრობდა, ის რასაც ჩვენი მამორჩეველი ელოდება. მე მგონია, რომ ეს პროცესი უფრო დაეხმარება, ვიდრე ჩემი ჩუმად ყოფნა. არა, მე გეთანხმებით, ნახეთ, მინდა გამოვიხმაურო, რომ ეს უფრო ეხმარება ამ პროცესს. მინდა იმას გამოვიხმაურო, რომ ამორჩეველი რა სიტყვის, რა სიფიქრებს. ნახეთ, საქმე რაშია. ერთის მხრივ რა თქვენ წაგან მოყევით, რომ აი ეს სწრაფად მოხდა ამ სიის შემოტანა, რაღაც ანუ ეს უხერხული მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრს შესაბამისი ანგარიში უნდა გაუწიო, რაღაცნაირად უნდა მოექცე ის რაც არის კორექტული. ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ, ეხლა თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ 10 ოქტომბრიდან ხართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით, ქართული ოცნება დაარეგისტრირეს, შექმნით, მოდიხართ. მაგრამ ჩვენ ამ 6 წელს ვერ გადავახტებით. ამ 6 წლის განმავლობაში მოხდა მაგალითად სასამართლოსთან მიმართებაში იმ გეზის არჩევა, რომ მოდი ისე კი არ მოიქცეთ, როგორც 2003 წელს ნაციონალური მოძრაობა და მიხაილ სააკაშვილი მოიქცა. არამედ ეს ხალხი გავათავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან და ამ ხალხით შექმნათ დამოუკიდებელი სასამართლო. ამის ახსნა ამორჩევლისთვის ხო შეიძლება. ეს ხალხი 2016 წელს ვის ეხლა არ მოგწონთ. მაშინ ხო თქვენთან ერთად ერთიანი სიით შეხვედით პარლამენტში. ანუ ხვდებით, მე იმის თქვა მინდა რომ თქვენი ეხლანდელი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს პოზიცია და ეს გარკვეული კრიტიკა რაღაცა უკმაყოფილების მიმართულებით მაშინაც შეიძლებოდა ყოფილიყო. აი, აქ შეიძლება ვერ გაგიგოთ ამომრჩეველი. მე გეტყვით ამას, ერთ-ერთი ზოგიერთი მათგანი საერთოდ 2016 წელს გავიცანი და არ ვიცნობდი და მათ შორის ამდენიმე იურისტიც და ნუ რა ვქნე ხე, არ მგონია რომ ჩემი ბრალი იყოს და ყველამ თავის წილი პასუხისგებლობა აიღოს, გარდა იმისა, რომ მე არასოდეს მარტო ჩემ ტვირთს არ ვეზიდები მგონია და სხვის გამო ბევრჯერ ამიღიეს პასუხისგებლობას და ტვირთიც. მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავის მომენტი აქვს. ამიტომ მე ვერ გეტყვით იმ ადამიანთან დაკავშირებით, ჩემი მიწოდებული არც ერთი ადამიანი არ არის იმ სიაში და მე არ ესე ვთქვათ, პასუხისგებელი არ ვარ. სიაზე არა ვარ პასუხისგებელი, ვარ პასუხისგებელი ნაბიჯებზე და გადაწყვეტილებებზე. თეონა საუბრობდა შესავალში დინამიკაზე, რაც სასამართლოში არის. მე აბსოლუტურად გეთანხმები, რაც თქვი. რა თქმა უნდა, ვიცი, მე მოვისმინე თქვენი პოზიცია. ჩვენ 2012 წელამდე რა სასამართლოც ქონდა, იმაზე უარეს სასამართლო გვაქვს. არა, წინ იდგმება ნაბიჯები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, პროცესს ჭირდება მეტი სანდოობა და ამ სანდოობას საერთოდ დაკარგავდა
სასამართლო რეფორმა, რაც ახლა ჩვენ მიგვყავს, თუ აი ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით და ამ სიას დავამტკიცებდით. იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოს, აი ხედვაც რო გითხრათ რა არის გასაკეთებელი. უზენაეს სასამართლოს რაც ჭირდება დღეს, ჭირდება ისეთი მოსამართლეების შერჩევა, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდს არ უკავშირდება. ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ გავყაროთ ეს ადამიანები. ხომარსად არ გაგვიშვია, უმეტესი მათგანი უვადო დაინიშნა, მაგრამ უზენაეს სასამართლო ბოლო ინსტანციაა და იქ მაინც შევთანხმდეთ რომ ისეთი ადამიანები შეირჩეს, რომელიც ამ ძიმე საქმეებს არ დაუკავშირდება და გამართლება არ დაგჭირდება, ამიტომ და იმიტომ. თქვენ იცით პირველი ჩემი შეჯახება სააკაშვილის რეჟიმთან, რომელი საქმე დაიწყო 2005 წელს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები გაყარა სააკაშვილმა და მათ ვიცავდი მე. მაშინ იყო ჩვენი პირველი კონფლიქტი, როგორც ჩემი, როგორც იურისტის და იმ ხელისუფლების. იმის შემდეგ ვიყავი სულ კონფლიქტში, იმიტომ დავინახე, რომ ამ ხალხს სასამართლო და მართლმსაჯულება და სამართალი არ აინტერესებდა. ხოთაშორის ღიად იძახდა მაშინ პარლამენტის ერთ-ერთი წევრი იმაზე, რომ სპეციალურად იღებენ იმ რაღაც ადმინისტრაციულ რაღაც ინსტრუმენტს და კოდექსს, რიცის საშუალებითაც დიახაც ესე უნდა წავიდე და ჩვენ ამას ვაძებთ. დღეს რაღაცა აი ამ თავისუფლების სივრცე რო გაიხსნა ამ პროცესში გაცილებით უფრო სხვანა ბიჯებია გადასადგმელი. ჩვენ მივეცით სასამართლოს დამოუკიდებლობა და იყო მძიმე ის გადაწყვეტილება, რომ დარჩნენ სისტემის მოსამართლეები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამივე ინსტანცია ჩაიკეტოს ერთ წრეში და არ შემოვიდეს ახალი სახე პროფესიული წრეებიდან და შესაძლებელია საქართველოში ამ პროცესის ჯანსაღად წარმართვა. კანონში უნდა შევიდეს ეს, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. თეონა გეგმა გვაქვს გაწერილი და ეს იყო რაღაცა მეხის გავარდნა უცებ აი ამ გეგმით რომ მუშაობთ ან მათთან ერთად მუშაობთ ჩვენ კანონმდებლები არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ისე და მე პირადად არ მემიღია არც ერთ კანონპროექტზე გადაწყვეტილება ისე რომ არ მესაუბრე ყველა უწყებასთან და მათ შორის სასამართლოსთან და ხელისუფლებას პოლიტიკურ ხელისუფლებას თხოვენ პასუხს სასამართლოს გამო და სარალიძის საქმეზე, აი ტრაგედიის საქმეზე თქვენ ნახეთ რა ფასის გადახდა მოუწია ხელისუფლებას, მაგრამ სასამართლოს არ თხოვენ პასუხს პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. აქ არის დიდი სხვაობა. თქვენ ემხრობთ შუალედურ ვერსიას, რომ ეს მოსამართლეები ერთის მხრივ კი დავტოვოთ, მაგრამ რაღაცა ეს გრძნობიარე პოზიციებზე, მაღალ თანამდებობებზე, გარკვეული ფილტრი დავაწესოთ პერსონალურად. არ უნდა იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ზალადობრივ რეჟიმის პერიოდში ბერიჩენდნენ, ამიტომ თუ იმიტომ პრინციპი. მე მაქვს ასეთი რამ მოსმენილი კრიტერიუმების გაწერით, ამის მეტი რა ვიცით, ამაზე მუშაობთ და გვაქვს შეხედულებების გეგმაც და პროექტიც, რომ კრიტერიუმები გაიწეროს, შევთანხმდეთ, როგორ უნდა შეირჩეს, ვინ შეიძლება იყოს, ფილტრი დაადგინდეს, დაწესდეს და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. არის ლაპარაკი, რომ ეს ხალხი, რომელსაც ახლა ასე ვთქვათ, საზოგადოების მხრიდანაც ასე ვთქვათ, ანუ არენდობიან, მათ შორის თქვენც, ვისაც ლაპარაკობთ, თითქმის ყველა იმ პერიოდში მომუშავე მოსამართლე იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ ესენი არიან რაღაც განსაკუთრებული იმის ქვეშ, განსაკუთრებული ხო ყურადღების ქვეშ, თორემ სისტემაში მთლიანად ამ ტიპის მოსამართლეები არიან. ანუ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღაც უნდა შევარჩიოთ, ხო? თქვენ იქით წახვალთ თუ აქეთ წახვალთ, მიადგებით მაინც შეიძლება ნაკლებად გახმაურებულ, მაგრამ ისეთივე მოსამართლეს, როგორც შეიძლება იყოს. ასეა ეს ნამდვილად. არ არის ასე. უზენაეს სასამართლოს მოსამართლე აირჩევა პროფესიული წრეებიდან და არ არის სავალდებულო, რომ მას კონდეს უცილობლივ მოსამართლეობის სტაჟი. ესეთი დათქმა არ არის. შეიძლება იყოს აკადემიური წრიდან მეცნიერი, პროფესორი, დარგის ცნობილი სპეციალისტი. არ არის სავალდებულო, არც საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს ესეთი დათქმა და არც უზენაეს სასამართლოში, ამიტომ არის უზენაეს სასამართლო ყველაზე ესე ვთქვათ მაღლა მდგომი, რომ მას არ აქვს ესეთი მკაცრი კრიტერიუმი და ძალიან საპასუხისგებლოდ არჩევს პარლამენტი ერთადერთი ამ პროცესში ერევა, ვინ უნდა შეირჩეს. თან უვადოთ ვირჩევთ. ეს არ არის ვადიანი მოსამართლეები. კარგით, შეგიძლიათ თქვათ, ანუ თქვენ ამბობთ, რომ შეგვიძლია ამ ფილტრის, ასე ვთქვათ, გაკეთება და ისე რომ პროცესი იყოს ნორმალური. უფრო კონკრეტულად
რა მექანიზმი გაქვთ მაინც ესეთი ქმედითი, რომ შეაცვლევინოთ იუსტიციის საბჭოს ეს გადაწყვეტილება? კანონში ცვლილება. მიიღოთ კანონში ცვლილება კონკრეტულად? რომლითაც ორგანულ კანონში, რომელიც არის საერთო სასამართლოების კანონი, ჩაიწერება და იქნება ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები, როგორ ცხადდება კონკურსი, არა ის რომ სია დაწერონ და პირდაპირ გამოგვიგზავნოს საბჭო, როგორ უნდა შეირჩეს კონკურსი, როგორ უნდა გამოცხადდეს, ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, როგორ უნდა გადაწყვიტოს საბჭომ ამ კანდიდატების შერჩევა, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, გამოირიცხოს ისეთი გარემოებები, რომელიც აი ასეთი ფაქტის და რეალობის წინაშე დაგვაყენებს და გაწერილი კრიტერიუმებით მოხდება ამ პროცესის წარმართვა. ეს დღეს არ წერია, იმიტომ რომ შეთანხმება იყო ესეთი, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმებს ერთად უნდა გვემუშავა და აი რა დრო დაჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ უზენაესი სასამართლო იძახის, რომ 10 წევრი არსებობს ახლა თუ 11 დღეს უნდა იყოს 28. გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზიანი და გამოუსწორებელიც კი, ვიდრე ერთი თვის დაგვიანება, ან თვენახევრის და შესაძლებელია, რა თქმა უნდა, კი, შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ამ რეფორმაზე დღეს არ დაგვიწყია მუშაობა და ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული გვყავს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და შესაძლებელია იანვარში ამ კრიტერიუმებზე შეთანხმება, ინიცირება ამ ცვლილებების თებერვლის პირველსავე კვირას. ეს ნება ჩანს უმრავლესობაში? ამის აუცილებლობა დგას და ამაზე გქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ ეს უნდა მოხდეს. ისია უნდა გაიწვიონ უკან, ისია აღარ უნდა შემოვიდეს ისევ. უნდა მოხდეს ამ კრიტერიუმებზე შეთანხმება, კანონში გაწერა, მე მზად ვარ ამ პროცესში ვიყო ბოლომდე ჩართული და არ ვაპირებ ამ პროცესიდან გვერდზე გადგომას. მე ვაპირებ თეონა და იმ კითხვაზე გიპასუხებ აქვე რას ვაპირებ მომავალში. ჩემთვის ეხლა მე პოლიტიკურ დღის წესრიგს ეხლა არ უყურებ და ვერ უყურებ. ჩემთვის მთავარი არის დღეს ეს პროცესი, რისთვისაც საერთოდ პოლიტიკაში ვარ და ჩემთვის გონია და ჩემი ქვეყნის მომავლისთვისა, თქვენი შვილებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმსაჯულება როგორი იქნება ბევრი წლის განმავლობაში ამ პროცესში გავაკეთო ყველაფერი თანამოაზრეებთან ერთად, რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული ჯანსაღი, სამართლიანი საზოგადოება გახდეს თანამოაზრე და არა ოპონენტი ამ პროცესის და მივიღოთ ცვლილებები, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ პროცესში ბოლომდე ვიყო აქტიური. თქვენ ისაუბრეთ ნებაზე. პარტიის თავმჯდომარე, თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ბიზნეს იუნიშვილმა ყველას უთხრა, რომ მათ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რასაც ფიქრობენ. მაგრამ ის მოვლენები, რაც ვითარდება და აქ საუბარი მხოლოდ თქვენ პერსონალურ კარიერაზე, ბედზე ან გადადგომაზე ხო არ არის, აქ საუბარი არის რაღაცა პროცესზე, რომელიც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ბიზნეს იუნიშვილი მას შემდეგ რაც დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ, ანუ უფრო აქტიური გახდა და რაღაც საკითხებზე მუშაობს. ის ალბათ უნდა ჩაერთოს, ხო, რაღაც პოზიცია დააფიქსიროს. როგორი იქნება, ანუ მას შემდეგ თუ ქონიათ საუბარი ან თუ აპირებთ, რომ ის დაარწმუნოთ, თქვა თქვენი გადაწყვეტილების ისტორიაში, თქვენი პოზიციის ისტორიაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ გუნდში, სადაც აშკარაა რომ ასთა სხვადასხვაობა არსებობს, რაღაცა პროცესამდე და შედეგამდე ხო უნდა მიხვიდეთ, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში შედეგი მივიღოთ, ხო? როგორ განვითარდება მოვლენები სასამართლოში? თქვენ ელაპარაკეთ მას განცხადების გაკეთებამდე, მაგრამ თუ იცით მისი აზრი განცხადების გაკეთების შემდეგ. ძალიან მოკლედ. ვიცი. და არ ვაპირებ საუბარს იმაზე, რაც არის შიდა თემები. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ კაფიო ვიყო ამ საკითხში, ისაც ძალიან ბევრი უსამართლო ბრალდება მიდის ბიძინა ივანიშვილის მისამართით და მას უწევს ყველას მაგივრად პასუხისმგებლობის აღება და ყველა ბრალდებაზე, რომელიც მას არ ეხება უმეტესწილად და არ არის სამართლიანი მის მიმართ ესეთ ბრალდებები, მე თვითონ მქონია ეს გულის ტკენა, როცა ვხედავ ამ პროცესს და არ მინდა რომ აი ამ პროცესის სიმძიმეც უსამართლოდ მისკენ გადანაცვლდეს, ამიტომ პირველივე განცხადების დროს ძალიან მკაფიოდ თქვი, რომ მისკენ არ წასულიყო ეს დარტყმები და ისრები. მაგრამ ამ პროცესში არა ვარ მე მხოლოდ, არის ძალიან ბევრი ადამიანი და ჩანს პოზიციების სხვადასხვაობა, ვის აქვს ეს პოზიცია ასეთი და ვის არ აქვს ეს პოზიცია ასეთი. არ მინდა ეს რაღაცნაირად ფრთხილად გრძნობთ თქვენს, რომ ძალიან ფრთხილად ვეკიდები ამ პროცესს და
არ მინდა რაღაცებზე ვისაუბრო, ზედმეტად შევეხო რაღაც ფაქის თემებს. რა თქმა უნდა, მასთან მქონდა საუბარი და მის პოზიცია მგონია, რომ და ძალიან დეტალურად ჩემი პოზიციას და განწყობაც უთხარი და აუხსენი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. თითოეული დეპუტატი, რომელიც ხმას მისცემს ამ კანდიდატს, მისი გადასაწყვეტია და ყველამ უნდა გავიაზროთ ეს პროცესი, მაგრამ ამ პროცესში ზოგს მეტი როლი აქვს თეორია, ზოგს ნაკლები. ვისაც უფრო მეტი როლი აქვს და მეტი თანამდებობრივი პასუხისგებლობა, მას მეტიც მოეთხოვება და მგონია, რომ არ შეიძლება მაამებლური, არ შეიძლება აი რაღაცა თავდახრილი პოზიცია მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყანაში. შეიძლება ვიღაცას აწყენინო, ან გული ატკინო შენი პოზიციით, მაგრამ როცა სასწორის მეორე მხარეზე დევს არა გულისწყენა და არა გულდაწყვეტა, არამედ უფრო მნიშვნელოვანი, რაც ყველას დააზიანებს. მე მგონია, რომ მანდ არ უნდა იყო ყმანო და მე არ ვიყავი მხოლოდ პოლიტიკოსი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი. ვიყავი იურისტი პირველ რიგში, რომელიც მთელი ცხოვრება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ვიყავი დაცვის მხარე და ძალიან კარგად ვიცი მეც და იმ ადამიანებმაც, ვინც თავის თავზე გადაიტანა, რა არის მართლმსაჯულება გამრუდებული, რა არის უსამართლობა, რას ნიშნავდა ეს პროცესი და იმიტომ აღელდა საზოგადოება. მე მგონია, რომ პროცესი გამოაჩენს უახლოეს პერიოდში და ეს უფრო მომავალ წელს გამოჩნდება ამ გადაწყვეტილების გამოიღებს შედეგს თქვენი გადაწყვეტილება? იმიტომაც იყო ჩემი პოზიცია არა მხოლოდ ის, რომ არ ვეთანხმები. იმაზე უფრო მეტი რისი გაღებაც ამ წუთას შემეცლო. ეს იყო ფასი ამ პროცესის ჩემგან გაღებული. თუმცა არ შევადარებ იმას, რაც შეჩერდა. ის თავისი მნიშვნელობით იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ძალიან დიდი მადლობა. ეკა ბესელია, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, იყო ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ. და მე თქვა კიდევ ერთხელ მომიტევოს ჩვენმა მაყურებელმა, რომ ემოციური იყო, ალბათ მაინც რთული იყო, მაგრამ მინდა რომ ბედნიერი შობა ახალი წელი იყოს და მომავალი წელი მინდა იყოს სიმშვიდის და მეტი სიყვარულის, მეტი სიკეთის, მეტი კეთილგონიერების და კიდევ უფრო მეტად ახლოს მივიდეთ ჩვენს ხალხთან. დიდი მადლობა. ეკა ბესელია იყო ჩვენი სტუმარი. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. მე ბარემ სწრაფად წავიკითხავ. ესენი არიან მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. სწორედ ის იქნება ჩვენი სტუმარი და მანამდე 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი არ მიიღებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების განწესებაზე გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე, ანუ გადაიწევს იქითა. წელს 27 დეკემბერს გადახდა ქალბატონი ეკა ბესელია, ხო, გადადგა და ამავე დღეს მოხდა ლევან მურუსიძის კიდევ ერთი სკანდალური მოსამართლის უვადო მოსამართლე დანიშნა სააპელაციო სასამართლოში. აი ეს არის სადავო, ხა შენ ესეთი სიტყვა ახსენე, რომ სკანდალურიო და ამაზე დავობს თავად ლევან მურუსიძე. მე ვუსმინე ლევან მურუსიძის გასაუბრებას იუსტიციის საბჭოში, მან თავად მოისურვა, რომ ეს ყოფილიყო საჯარო. მანამდეც ბევრჯერ მაქვს მოსმენილი, ასე ვთქვათ, მისი არგუმენტები და ასე ვთქვათ, მისი ინტერვიუებიც მომისმენია და ამიტომ მე ვთვლი, რომ ეხლა საინტერესო იქნება, რომ მის არგუმენტებს, ასე ვთქვათ, ხაზი გაუსვათ აქ, ვიდრე ბატონი გიორგი მიქაუტაძე შემოგვიერთდება სტუდიაში. ლევან მურუსიძის სიმართლე, ასე ვთქვათ, ასეთია, რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის სამიზნე, იმ პოლიტიკური პარტიის, რომელიც პასუხისმგებელია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაზე და ახლა ცდილობს თავისი რეპრესიული პოლიტიკა გადააბრალოს რეჟიმის პირობებში მომუშავე რიგით, ასე ვთქვათ, ადამიანებს. დიახ, რომ ის მუშაობდა ამ სისტემის პირობებში და შესაბამისად უწევდა გადაწყვეტილებების მიღება იმ კანონების თანახმად, რომლებიც არ დაურღვევია, ამას ყოველთვის ხაზს უსვამს და თუ ვინმე ამას მას დაუმტკიცებს, ის მზადაა დატოვოს მოსამართლის პოზიცია. ის აღიარებს
იმავდროულად, რომ იმ პერიოდის სასამართლო გადაწყვეტილებები იყო კანონიერი, მაგრამ უსამართლო. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაზე საინტერესო ფრაგმენტი მოვისმინოთ მისი, ასე ვთქვათ, გასაუბრებიდან. ზოგადად არც არის დასამალი რეალურად არ არის დასამალი, რომ მაშინ იყო ნოლევანი ტოლერანტობა, რეალურად მაქსიმალურად მოხდა კანონის განკაცრება, საერთოდ შთანხმისა და დაწესებულებრივი შეკრების პრინციპი საერთოდ იქნა გაუქმებული და რეალურად მოხდა თლიანი ისა, რა ქვია, შეკრებები და შესაბამისად ხდებოდა ისეთი რაღაცეები, რომ დანიშნული საჯელი, რომელიც აბსოლუტურად იყო კანონიერი, იყო უსამართლო. რა თქმა უნდა, ირღვეოდა უფლებები. აბა ეხლა როგორ იყო, მაგრამ ეს გაპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ იყო ის რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელსაც ეძახდა ნულოვან ტოლერანტობას. ჩვენ მოვისმინეთ ეს ციტატა და შესაბამისად გიორგი მაიქაუტაძისგან ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს როგორ მიაჩნია მას აკეთებს თუ არა ხელისუფლება მაქსიმუმს მისი აზრით რომ უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა პოლიტიკური გუნდისგან, თავრობისგან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისგან არ მოახდინოს იქ ჩარევა და თუ კი ის ხელისუფლებისგან ხედავს ამგვარ დამოკიდებულებას, რას აკეთებს ის იმისათვის და ეს მოსამართლეთა გუნდი, რომ საზოგადოებაში გააჩინოს მართლმსაჯულების განცდა. მართლმსაჯულების განცდა კი არის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი, რომელზეც ზრუნვაც ინსტიტუციონალურადაც და ინდივიდუალურადაც არის ამ მოსამართლეების ვალდებულება. ეს არის ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით კითხვები, რომელზეც იმედია ვიპასუხებს ბატონი გიორგი. ბატონი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ერთ-ერთი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე არის ჩვენი სტუმარი. ბატონი გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ეხლა პირველი ერთი ტექნიკური შეკითხვა გვაქვს თქვენთან. რამდენი მოსამართლე არის სისტემაში ზოგადად და რამდენი სჭირდება ქვეყანას, რომ სამართალწარმოება იყოს გამართული? მე მოვისმინეთ თქვენ ინტერვიუს, ვთქვათ, ბოლო პერიოდისას ვუყურებდი და ერთ-ერთი არგუმენტი, რომ თუნდაც ეს სია რაღაც ცოტა ფორსირებულად მიაწოდეთ პარლამენტს, იყო ის, რომ არის კატასტროფა, ასე ვთქვათ, დეფიციტია მოსამართლეების, მათ შორის უზენაეს სასამართლოში. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. კითხვას რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში დღევანდელი მდგომარეობით არის 10 მოსამართლე. 28 უნდა იყოს, ხო? 28 უნდა იყოს მინიმუმ ახალი კონსტიტუციის თანახმად და 10 მოსამართლე არის ამჟამად საიდანაც მაგალითად სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის შემადგენლობით კოლეგიურად უნდა განიხილავდეს საქმეებს არის მხოლოდ 1 მოსამართლე. ხო. არის ზოგადად სისტემაში, აი რამდენი მოსამართლე არის ქვეყანაში? პირველ მეორე ინსტანციაში დაახლოებით 300 არის, ახლახანს გაუვიდა კიდევ და რამდენიმე მოსამართლეს უფლებამოსილების და ჩვენ გვქონდა კვლევა საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტის მიერ ჩატარებული, რომლის თანახმადაც მინიმუმ 100 მოსამართლით გვესაჭიროება გაზრდა. ჭირდებათ სამივე ინსტანციაში? ეს არის სეპეჟის მონაცემებითაც ასე ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ გვყავს ალბათ ყველაზე უფრო მცირე რიცხვს რო შევადაროთ, ორჯერ ნაკლები მოსამართლეები დღევანდელი მდგომარეობით. სინამდვილე შეიძლება უფრო მეტიც არის გასაზრდელი. მე მგონი მოსამართლეები ვერ აუდიან საქმეებს და ძალიან იწელება ეს პროცესი. სხვადასხვა სიგურამსაც კონდა ეს პრობლემა, მე მგონი პირადად როგორც სასამართლოში დავები. გეტყვით მე რამ გამოიწვია ეს და რა ვითარების წინაშე ვდგევართ, ძალიან ბევრი და კარგი რეფორმა განხორციელდა სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში 2012 წლის შემდეგ შეიძლება ითქვას და ჩვენ მივიღეთ განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციები, დამოუკიდებლობის კუთხით გადაიდგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები და დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო არის დამოუკიდებელი და საკონსტიტუციო რეფორმამ კიდევ უფრო განამტკიცა ეს რეგულაციები. ამის შედეგი იყო ის, რომ მოხდა საქმეთა ნაკადის ზრდა სასამართლოებში, რამაც ბუნებრივია გამოიწვია გადატვირთულობა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩემი კოლეგების თავდაუზოგავი შრომის შედეგად ჩვენ ამასაც ასე ვთქვათ დავძლიეთ ეს პრობლემაც და ძალიან მალე ამის შედეგებსაც ნახავს სასამართლოს მომხმარებელი. რაც შეეხება ზოგად ვითარებას წინა პერიოდთან შედარებით, როდესაც ვაკეთებთ შედარებით ანალიზს და ეს არის ციფრებში გადმოცემული ინფორმაცია და ყველაზე კი, ბატონო გიორგი, დაგელაპარაკეთ, ჩვენ მე რატო დაგისვით რაოდენობაზე შეკითხვა, იმიტომ რომ როგორც გითხარით თქვენ ამით ახსენით, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ესეთი კრიზისიაო ამ თვალსაზრისით სასამართლო სისტემაში.
გასაგებია რომ არის ასეთი დეფიციტი, მაგრამ აი ამ 300 მოსამართლეში, ხო? ნუ ცოტა მეტია, რამდენი არის, არ ვიცი. არ მოიძებდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გახდებოდნენ ასეთი დავის საგანი იმ 10 კანდიდატში, რომლებიც თქვენ წარუდგინეთ პარლამენტს. დიახ, აი დავასრულებ, რაც დავიწყე და ვამბობ, რომ შედეგები არის ნამდვილად ხელშესაღები და ნამდვილად ძალიან წარმატებული, რაც არის ჩემი კოლეგების დამსახურება, კიდევ ერთხელ გავმეორდები, არის ციფრებში სტატისტიკური მონაცემები, მაგალითად, არასაპატიმრო ახვლეთი ღონისძიებების გამოყენება არის გაზრდილი. ჩვენც ვილაპარაკეთ, რომ გამამართლებელი განაჩენები 500-600%-ით არის გაზრდილი რაოდენობა არის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, საგადასახადო დავები ნახეთ, არ ვიცი, ეგრეთ წოდებული ბიზნეს დავების კუთხით იყო პრობლემები, თუმცა კარგად იქცევიან მოსამართლეები ამის თქმით. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც ძალიან ბევრი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან დიდ პროგრესს განიცდის სასამართლო, ვერ დამისახელებს ვერც ერთ პერიოდს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვერც ერთი ოპონენტი, რომლის დროსაც სასამართლო სისტემა უკან დგამდა ნაბიჯებს და არ მიდიოდა წინ და განვითარებისკენ. ეს არის მუდმივი პროცესი და თუ ჩვენ დავაკვირდებით დროში ამ პროცესს, ეს ნამდვილად ასე არის და ამაში ვერც გვეწინააღმდეგებიან. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას წარდგენილ სიასთან დაკავშირებით, ნამდვილად არის ასე, რომ ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან, ასე ვთქვათ, რთული სიტუაცია უზენაეს სასამართლოში, ძალიან ცოტა მოსამართლე გამწესდა და ძალიან ბევრს გაუვიდა ამ პერიოდში უფლებამოსილების ვადა და ამიტომაც შეიქმნა ეს კრიზისული ვითარება, რაც არის და მოსამართლეებს აქვს 300-500 საქმე, რაც არის არარეალური ციფრი იმისთვის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და ეს პროცესი არ შეფერხდეს. სწორედ აქედან იყო გამოწვეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ აქამდეც უნდა მოყოლოდა შეფასებები, თან განსაკუთრებით აი ესეთი კრიტიკული განხილვების და შეფასებების ფონზე, რომელიც ჩვენ უყურებთ და გვესმის, ხომ? სად იყო ეს შეფასებები და ეს კრიტიკა? მუშაობდნენ სასამართლო რეფორმაზე, როდესაც თუნდაც 1 წლის წინათ დაახლოებით იგივე სიტუაცია ჰქონდა უზენაეს სასამართლოში. ამ 300 ადამიანში თქო, ხომ არ შეიძლებოდა ისეთი მოსამართლეების მოძებნა, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული აი ასეთ გახმაურებულ საქმეებთან. ამიტომ გეკითხე, ხო ხვდებით ეს ხომ თქვენს გაზიანებთ? ჩვენ არ გაკრიტიკებთ იმ არგუმენტში, რასაც იძახით, რომ არის დეფიციტი, საქმეებით არის გადატვირთული, საჭიროა ამ რიცხვის შევსება. საუბარი არის წარდგენის სიაზე და პერსონალიებზე, ხო ხვდებით? რომ ადამიანები ხდება ადამიანები, მე მგონი პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა, რომ ხდება მე ამ მოსამართლეების ადამიანების, რაც აზიანებს თქვენ სისტემას. მიუღებელი და ფრონტის ხაზი, ესე ვთქვათ, გადის პერსონალიებზე, რეპუტაციაზე, იმიჯზე. ამიტომ კითხვა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ თქვენ როგორც სასამართლოს წარმომადგენელი, ალბათ ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო სისტემაში. ხო, აი თქვენ ხონდა ზრუნავდეთ ამ სისტემაზე. რას აკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა არ არსებობდეს? აი პრეტენზია, ანუ მიგაჩნიათ, რომ შეიძლება ეს ყველა, ვინც იმ დროს მუშაობდა, ყველას ვინც უნდა დაგესახელებინათ, მაინც იმის დემონიზებაც მოხდებოდა, თუ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც არ გამოიწვევდა ამ ხოლმე პოლემიკას. დიახ, ჩვენ ეს ბევრჯერ გვინახავს და სწორედ ესე ხდება ხოლმე პერსონალიების, ესე ვთქვათ, გაშავებით, დემონიზებით, თუ არ ვიცი რა ტერმინი შეიძლება ამ შემთხვევაში იხმარო, ჩვენ წარდგენილი გვყავს კანდიდატები, რომელიც ჩემს გარდა შეიძლება ითქვას ყველა არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ეს არის მეორე ინსტანცია და ყველაზე უფრო ახლო ინსტანცია უზენაეს სასამართლოსთან. მოსამართლეები არიან 4 მოსამართლეა, თუ არ ვცდები, რომელსაც აქვს უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. არის ხო, მაგრამ აი ქალბატონმა ეკამ თქვა, რომ არ არის აუცილებელი მოსამართლის გამოცდილება, ეს არ არის გაწერილი. ამ საკითხზე მე შევედავები ქალბატონ ეკას და შემიძლია მოვიყვანო განვითარებული ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა და ჩვენ გქონდა კონსულტაციები, ჩვენ მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ასეთი ფორმით იგეგმებოდა. რა თქმა უნდა, დავიწყეთ მზადება ამ პროცესისთვის, გქონდა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან, მოვიძიეთ პრაქტიკა როგორ არის ეს ევროპულ ქვეყნებში და დამერწმუნეთ ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა უარს ამბობს ეგრეთ წოდებული გარედან მოსამართლეების კანდიდატების დასახელებაზე და ხდება მხოლოდ და მხოლოდ კარიერული პრინციპით დაწინაურება მოსამართლეებისა, რომელთაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სასამართლო სისტემაში მუშაობის. ეს არგუმენტი აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ თავისებურებაზე.
თავისებურებაზე, თქვენ ხომ იცით რატომ გეკითხებით ამას? მე აუხსნი ხო ბატონ გიორგის ამ თავისებურებას. ნახეთ, თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ახლა რაც გვიპასუხეთ, ხო? ყველა ეს მახასიათებელი, რომ ესენი არიან კვალიფიციური ადამიანები, განეკუთვნება იმ კრიტერიუმს, რასაც ეწოდება კომპეტენტურობა. მაგრამ აი ახალი კონსტიტუციისაცაც კი უკვე გაჩნდა ჩანაწერი, რომ მოსამართლე ხდება კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანი. ანუ მხოლოდ კომპეტენცია მოსამართლის შემთხვევაში არ არის საკმარისი. ის უნდა იყოს კეთილსინდისიერიც. განსაკუთრებით თქვენივე ვებგვერდზე მე ვნახე, რომ უვადო მოსამართლე დანიშნოს აქ თავის სპეციალური წესი და იქ ეს კრიტერიუმები განმარტებულია. ისევე როგორც ეს კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა კიდევ უფრო ჩაშლილია, გახსოვთ ეს ალბათ. და შემიძლია გითხრათ, რომ ამ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებში ერთ-ერთი წერია, რომ ეს არის დამოუკიდებლობა, მიუკერძოება და სამართლიანობა. ოპონენტები, ვისაც აქვს პრეტენზია ამ ფიგურებზე, სწორედ მე მომეჩვენა, როგორც მინიმუმ, რომ დავანებოთ აი კონკრეტულ საქმეებთან მათ კავშირს, როგორც მინიმუმ აქ სვამენ კითხვის ნიშანს, რომ მთელი რიგი მოსამართლეები წლების განმავლობაში საერთოდ თავიანთ გადაწყვეტილებებში საერთოდ არ ჩანდნენ დამოუკიდებლები. რას უპასუხებდით მათ? რამდენად საფუძვლიანია ეს არგუმენტი? მე ვუპასუხებდი მათ, რომ მზად ვართ ჩვენ ნებისმიერი საკითხი მსგავსი განზოგადებული ფორმით არ შეიძლება დაისვას კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში. თქვენ მართალი ბრძანეთ, მოსამართლე ფასდება კომპეტენტურობით და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით. მე თითქმის ვერ მოვისმინე ერთ-ერთი არგუმენტი კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, რეალური არგუმენტი, რომელიც ჩვენს ოპონენტებს უბრალოდ ჩვენ ახლა ამ ნაწილში არ მივდივარ, რომ არის მე მგონი გრიტიშულზე და ვისაუბროთ. და კეთილსინდისიერებასთან მიმართებაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს იყოს გამოცდილი მოსამართლე და მას ჰქონდეს გარკვეული პერიოდი ნამუშევარი მოსამართლესთან, რომ მოგვეცეს ჩვენს შესაძლებლობა შევაფასოთ მისი კეთილსინდისიერება. ან კონკრეტული მოსამართლეების შესაფასებლად დამერწმუნებით, რომ გამოცდილება უნდა ჰქონდეს მას მოსამართლედ მუშაობის, ეს ხო კომპეტენციის რომლის ნაწილია. მიხედვითაც ჩვენ შეგვეძლება რომ შევაფასოთ. ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან მოქმედი მოსამართლეები, ყველა მათგანი არის მოქმედი მოსამართლე. ან წინა შემადგენლობის საბჭოს ნამსჯელი აქვს მათ ხელახლა გამწესებაზე და ისინი არიან უვადოდ გამწესებული მოსამართლეები დღევანდელი მდგომარეობით და მათი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა შეფასებული არის. თუ არსებობს ნებისმიერი ფორმით რაიმე კითხვა მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ და პირადად მე მზად ვარ, რომ გამოვიდე და კონკრეტული არგუმენტების ფონზე ამ შეკითხვებს გავცე კონკრეტული პასუხები. ბატონო გიორგი, ნახეთ, თქვენ მაინც ჩემი აი კეთილსინდისიერება და უშოთ ამ სიტყვის მნიშვნელობა ლიტერატურულად, ასე ვთქვათ, ასეთია, რომ ეს არის ნუ ყველაზე ცოტა წესიერი ადამიანი. ვწდები, თუ სასამართლო ენაზე ეს ნიშნავს რაღაც კიდევ ტექნიკურ რაღაც სხვა რამეს, მაშინ ეს არ გვიხსენეთ, იმიტომ რომ კეთილსინდისიერება ესმის ყველას ასე, რომ ეს ადამიანი არ უნდა იყოს ძალიან სადავო, უბრალოდ კონსენსუსი საზოგადოებაში ამაზე არ არის. თქვენ ვერ იპოვით ადამიანს, ვინც არ ვიცი, დაგეთანხმებათ, რომ ეს ადამიანები არიან, ვერ დაარწმუნებთ მათ ამაში. ჩვენ ხო არ ვდაობთ სამართლებრივ ნაწილს. აი ბატონმა ლევანმა თავად თქვა, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იყო მაშინ, ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში და ეს იყო უსამართლო, მაგრამ კანონიერი. ანუ მოსამართლეები, რომლებიც უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ, შეიძლება თუ არა ასე ვთქვათ, ჩაითვალონ კეთილსინდისიერებ ადამიანებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ დაარწმუნოთ თქვენი ოპონენტები, ვწდები თუ არა. დავიწყოთ იქიდან, რომ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის შეფასება მარტივი არ არის, თქვენ სწორად ბრძანეთ და ეს არ არის მარტივი საქმე, ესე ვთქვათ და პირველი რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ ადამიანი ითვლება კეთილსინდისიერად, თუ ამის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნება წარმოდგენილი. აი ზუსტად ასე არის და დამერწმუნებით, რომ სხვაგვარად ამის შეფასება შეუძლებელი არის, ჩვენ უნდა შევაფასოთ ის თუ რა არის არაკეთილსინდისიერი, სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი არის კეთილსინდისიერი. და ასეთი გასაგებია ეგ ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერების კრიტერიუმი აი ჩაშლილი არის და ყველას უბრალოდ არ ჩამოვთ, აი მაგალითად იგივე რაც ახსენე დამოუკიდებლობა არის კიდე ამ ერთ-ერთი კრიტერიუმი და აი აქ სწორედ ჩდება კრიტიკა, მაგრამ ნახეთ, მე თქვენ სასამართლოს ვებგვერდზე ასევე კიდე ძალიან საინტერესო ჩანაწერი ვნახე. ეს არის საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები. იქ არის მუხლი მესამე, სადაც ესეთი რამ წერია. მოსამართლე ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ დონეზე უნდა განამტკიცოს
ამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი. ანუ ჩვენ რო ცოტა ხანი შევეშვათ, აი დავას, ეხა ის პიროვნებები, კონკრეტული ადამიანები არიან თუ არა კეთილსინდისიერები, თქვენი ყველა 10 კაციანი სია იქნება თუ ყველა ეს მოსამართლე განსაკუთრებით ეს ლიდერები, როგორც ბატონმა ლევან ნურსძემ აღნიშნა, თქვენი პირდაპირ ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა მართლმსაჯულების, რომ ეს სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და იქ სამართლიანობას, ესე ვთქვათ, საფრთხე არ ემუქრება. ორი წუთი თომეტია საშუალება აგიხსნით. აი, დავასრულე ჩემი კითხვა, როგორ ფიქრობთ, რომ საზოგადოება, რომელიც არის ესე ნეგატიურად განწყობილი, როგორ უნდა დაარწმუნოთ ისინი ამაში? რაც შეეხება სამართლიანობას და კანონიერებას, მე არ ვიტყოდი, რომ ეს განსხვავებული ცნებები არის. და კანონი პირველ რიგში უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ ხელმძღვანელობთ კანონით და სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს კანონიერი და ასე ვთქვათ, ერთი კანონი არ მოქმედებს ამ შემთხვევაში. არის ძალიან ბევრი კანონი, რომელსაც სასამართლო არის საპროცესო ნორმები, არის მატერიალური ნორმები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ივარაუდება, რომ კანონი, რომელსაც იღებს სახელმწიფო საკანონმდებლო შტო, არის სამართლიანი და ამაში ვერავის ვერ დავეთანხმები, რომ კანონიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს უსამართლო. უსამართლო შეიძლება იყოს გარკვეული გადმოსახედიდან, გარკვეული წრეებისთვის და ასე შემდეგ, თუმცა როდესაც გადაწყვეტილება არის კანონიერი, ივარაუდება, რომ ის არის სამართლიანი, იმიტომ რომ კანონი არის სამართლიანი. აი ასეთი მიდგომა არის, რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მუშაობაზე და ჩვენ შედეგებზე იმას თუ რა საკანონმდებლო ვითარებაში გვიწევს მუშაობას. სწორედ ამას გულისხმობდა, მე ვფიქრობ, ბატონ ლევანი, როდესაც ამაზე საუბრობდა, რომ იმ ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში შექმნილი კანონებით მუშაობა სასამართლოსთვის მარტივი არ იყო, ნამდვილად და გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღებოდა და იკრიბებოდა, ესე ვთქვათ, სრული შეკრების პრინციპი არსებობდა სისხლის სამართალში, სადაც შესაძლებელი იყო ეს ვაგვარად არის. აი წვრილმან ქურდობას, რასაც ეძახიან, მცირე ღირებულების ნივთის ქურდობისთვის ადამიანისთვის შეგეკრიბა 80 წელი და ნუ მე შემდეგ რაღაც ზღვარზე დაგვყავდა ეს სასჯელები და ასე იყო. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევდა უკმაყოფილებას ასეთი გადაწყვეტილებები და ამას რა თქმა უნდა ვიღაც დაარქმევდა, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, თუმცა ეს იყო კანონიერი გადაწყვეტილება ამ პროცესში. ამის შემდეგ, აი დავასრულებ თუ შეიძლება. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი რეფორმა იმისთვის, რომ ეს რაღაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა შეცვლილიყო საკანონმდებლო დონეზე და მივიღეთ ძალიან კარგი რეფორმები, რაზეც საუბრობდი გადაცემის დასაწყისშიც, რომ სასამართლომ ამ რეფორმების შემდეგ აჩვენა ძალიან კარგი შედეგები. არ ვდაოთ, ბატონო გიორგი, მართლა არ და არის ძალიან დიდი პროგრესი დასაწყისში. დღევანდელი მდგომარეობით, რასაც მე უყურებ, ამ რეფორმებიდან გამომდინარე, სასამართლო კიდევ უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ მივაღწევთ ალბათ იმ წერტილს, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო არის ბოლომდე დამოუკიდებელი და ამ რეფორმების იმპლემენტაცია პრაქტიკაში ბოლომდე მოხდა. თუმცა, როდესაც ვუსმენ იმ ვითარებას, რომელიც ასე ვთქვათ, პარლამენტში და პოლიტიკურ ფრონტზე მიმდინარეობს, არის მცდელობა იმის, რომ თავისივე მიღებული კონსტიტუციის და კანონების გამო, შემდეგ ამის სასამართლოს მიერ ამ უფლებამოსილების რეალიზების შემდეგ მოხდეს რაღაცა დასჯა სასამართლოს სისტემის და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თუ არ ვიცი, სხვადასხვა განცხადებები მესმის და ამ პროცესების, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ დემონიზება. ამაში მთელი საქმე რომ თქვენ იგივე ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომლის წარმომადგენელი ჩვენთან იყო, ასე ვთქვათ, სტუდიაში, მოგცათ დიდი დამოუკიდებლობა. მართლა ასეა, იუსტიციის საბჭო, ასე ვთქვათ, იუსტიციის საბჭო აკომპლექტებს ფაქტობრივად მთელ სასამართლო სისტემას, ხო? გარდა უზენაესის აი ამ და მე მგონი პოლიტიკურ გუნდს აქვს უფლება, რომ თავისი მოსაზრება ჰქონდეს ამ საკითხზე. მე მოვისმინეთ თქვენი ინტერვიუ პირველ არხთან, ეს იყო 24 დეკემბერი, თუ არ ვცდები, როდესაც თქვენ სია წარადგინეთ და უკვე ასე ვთქვათ, ხმაური დაიწყო და მაშინ თქვენ ასეთი კითხვაზე თუ რა კრიტერიუმით შეარჩიეთ, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები, რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ მოსამართლეები მათ ძალიან პატივს სცემენ და სამოსამართლეო წრეებში ისინი აქვთ მაღალი ნდობა. ეს არის კარგი.
მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში რომ არსებობდეს მათ მიმართ უფრო მეტი ნდობა, აი გარკვეული ადამიანების მიმართ. ეს ხომ პირიქით, ასე ვთქვათ, სასამართლოს რეპუტაციისთვის, მის მიმართ ნდობისთვის იქნებოდა ბევრად უფრო კარგი და ხომ ვხედავთ რომ არ არის და არის და აი ამ დილემის გადაწყვეტას როგორ აპირებთ? აი სად ხედავთ თუნდაც პოლიტიკურ წრეებთან კონსენსუსის ადგილს? დიახ. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის დიდი გამოწვევა და ეს არ არის მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში ასე და ჩვენ რაღაც არ მინდა ეგონოს ვინმეს რომ ჩვენთან რაღაც განსაკუთრებული რაღაცები ხდება ისეთი რაც განვითარებულ ქვეყნებში მაგალითად არ არის ესეთი პრაქტიკა ხო არა ნამდვილად ესე არ არის ჩვენ ძალიან ბევრ მოსამართლეებს ხვდებით და გვაქვს იმის საშუალება რომ მაგალითად საქალაქო სასამართლოში პროგრამა იყო როდესაც კვირების განმავლობაში ყავდა ამერიკელი მოსამართლეები რომელთანაც ჰქონდა საშუალება დიალოგის და რჩევის მიღების. ეს არის ყველგან დიდი გამოწვევა. ამერიკაში მაგალითად კავანოსთან დაკავშირებით ამას აქვს თავის მიზეზები. აქ რო გამოვიყენოთ, ყველა მოსამართლე უნდა გაუშვოთ მაშინ. ამას აქვს თავის მიზეზები ნამდვილად. და არის ეს მიზეზები ობიექტურიც და არის შეიძლება იყოს სუბიექტურიც და ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის რომ საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა ამაღლდეს და არაერთ ნაბიჯს ვდგავთ ამისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა არის მაქსიმალურად გახსნილი და ჩვენ ესე ვთქვათ ყველა დაინტერესებულ პირთან გვაქვს დიალოგი განსხვავებულ თემებზე ნებისმიერ თემაზე რომელიც საინტერესო იქნება რაც ნამდვილად უწყობს ხელს პირადად მე ვცდილობ რომ ყველა შემთხვევაში იქნება ეს მედია საშუალება თუ სხვა დაინტერესებული პირი და მათ ექნებათ კითხვები აუცილებლად გავცე ამ კითხვებს პასუხს და არც ერთხელ არ ყოფილა ვერ დამისახელებს ვერავინ შემთხვევას რომ დავიმალეთ ან რაიმე კითხვაზე პასუხს თავი ავარიდეთ ეს არის ის ნაბიჯები პირველ რიგში ალბათ რომელსაც უნდა ვგავდეთ რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია სასამართლო სისტემის შესახებ და მეტი ნდობა მის მიმართ მაგალითად ერთ-ერთი ძალიან კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად 5%-ს მოსახლეობის აქვს რეალურად ინფორმაცია დაახლოებით და არის დაინტერესებული თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში. ამიტომ პროცესების ისე წარმოჩენა რომ რაღაცა ხშირად ხმარობენ ხოლმე რომ თელი საზოგადოება მთელი ქვეყანა საქმეა ალბათ. მესმის, მაგრამ გეუბნებით კიდევ ჩვენი ოპონენტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად მხოლოდ 5% არის მოსახლეობის ინფორმირებული და ახლობებით იმის თავზე ან დაინტერესებული თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში. აი ეს არის რეალური მოცემული. თუ ხედავთ აი კონკრეტულად ამ სიასთან დაკავშირებით თუ ხედავთ რესურსს რომ ეს პროცესი წარიმართოს მართლაც მშვიდად და რაღაც პოლიტიკოსებთან მოახერხოთ მათ შორის მართველ გუნდთან რაღაც კონსენსუსამდე მიხვიდეთ ამის რესურსს ხედავთ თუ არა ამ სიის შემადგენლობა. ხო არა ამას გულისხმობ ანუ ვიღაც შეიცვალოს ვიღაც დარჩეს და ასე შემდეგ. დიახ, რა თქმა უნდა, ხედავ, იმიტომ რომ მაგალითად მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე, რომ პროცესები წარიმართება კონსულტაციების რეჟიმში, მათ შორის არ არის გამორიცხული რომ რეგულაციებზეც ჰქონდეს კონსულტაციები და აუცილებლად გვექნება რა თქმა უნდა წარდგენილ კანდიდატურებზეც კონსულტაციები და ეს პროცესები იქნება დიალოგის რეჟიმში და ყველას ექნება საშუალება რომ დააკვირდეს ამ განვითარებულ მოვლენებს. დიდი მადლობა. ბატონი გიორგი მიქაუტაძე იყო ჩვენი სტუმარი, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. გილოცავთ, კარგიდათ მიულოცოთ ქალაქებს ახალ. რა თქმა უნდა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ულოცავთ ჩვენს მოსახლეობას და გისურვებთ წარმატებულ ახალ წელს. გისურვებთ, რომ სასამართლო, ასე ვთქვათ, სისტემის მიმართ საქართველოში ნდობა უფრო და უფრო გაიზარდოს. ჩვენ გავაგრძელებთ შემდეგ ლაპარაკს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც ამ ქვეყნის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ ვნახეთ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას ვიზიტი. ასე ვთქვათ, ვიზიტი არა, ანგარიში, ხო ის მივიდა პარლამენტში და წარუდგინა დეპუტატებს ანგარიში. სადაც ძირითადი, ასე ვთქვათ, პოლემიკა და დაპირისპირება, ასე ვთქვათ, მოყვა
სიღარიბესთან, რა თქმა უნდა, დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს, ხო? და ცხადია, ეს ნაწილი გაშუქდა, ასე ვთქვათ, მედიაში. მისი გზავნილი იყო ასეთი, რომ გაჭირვება არსებობს, მაგრამ ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ, ანუ წინა წლებში. მანამდე, ასე ვთქვათ, სიღარიბესთან დაკავშირებით მისი შეფასებების ინტერპრეტაცია იყო აშკარად მედიაში. მე როგორც კი წავიკითხე ის სადავო ფრაზები, ასე ვთქვათ, გამიჩნდა, განცდა, რომ შესაძლებელი იყო ეს ყოფილიყო რაღაც ან კონტექსტიდან ამოკლეჭილი, ან ასე ვთქვათ, არასწორად ინტერპრეტირებული. ჩვენ შევეცდებით ახლა იმის გარკვევას, მაქსიმალურად ამ დროში რის შესაძლებლობაც არის, თუ როგორ აპირებს ის მართლაც სიღარიბესთან ბრძოლას და ამ თემაზე ხალხთან ეფექტურ კომუნიკაციას. თუ ეკონომიკა არის თემა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ასევე ისეთი თემა, რომელიც რომელზეც ლაპარაკის მოსმენა, ასე ვთქვათ, რომ ის პრობლემების, ასე ვთქვათ, მოსმენაც არ უყვართ მოქალაქეებს. ხასაგები, იმიტომ რომ ესეც გავს რაღაცნაირად მართლმსაჯულებას, გარედან რაც ჩანს, შესაბამისად ადამიანები აფასებენ და უყურებენ იმას, ანუ ეს რაც არის სახე და მნიშვნელოვანია ძალიან იგივე პრობლემა აქვს ალბათ სასამართლოსთან, რომ ეფექტური გზა მოძებნოს და რეალურად ამდენი ხანი სწორედ ამის ახსნას ვცდილობთ მოსამართლისთვის, რომ არ კმარა რომ მას ქონდეს თავისი შინაგანი სიმართლის განცდა. თავარი ეს განცდა გავშინოს სხვასაც და ეხა იგივეს ალბათ შევეცდებით ეკონომიკასთან. ბატონი გიორგი ქობულია არის სტუდიაში, ის შემოგვიერთდება ეხლა. ღამე მშვიდობისა, საღამოც აღარ არის უკვე. დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო გიორგი, კმაყოფილი ხართ თუ არა პარლამენტში თქვენი, ასე ვთქვათ, ანგარიშის მოსმენით და ასე ვთქვათ, რეაქციით, რაც ამ პარლამენტში, ანუ დეპუტატებისგან მოყვა თქვენს ანგარიშს და საბოლოო ჯამში, ანუ რისი თქმა გსურდათ და მიიღეთ თუ არა ის, ასე ვთქვათ, რეაქცია, ფიდბექი, როგორც ამბობენ მათგან. იმიტომ რომ აშკარად გამოჩნდა ყოველ შემთხვევაში პრესის ნაწილში, მეცაც გავეცანი, რომ იყო კომუნიკაციის პრობლემა. თქვენ ცდილობდით უმტკიცებდით მას, რომ თქვით რაღაც ასე და არა ისე და ეს მოხდა რამდენჯერმე. დიახ, თეონა, მადლობა კითხვისთვის. კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. მე ვიტყოდი, რომ მე არა ვარ უკმაყოფილო. იმითი რაც როგორც ჩატარდა პარლამენტის კომიტეტის სტომა. მე მგონია ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მე მგონია ბევრი გავცვალეთ აზრები. ეს ყველა შემთხვევაში სასარგებლო იყო ჩემთვისაც, ალბათ ჩემი კოლეგებისთვისაც, რომლებიც იყვნენ იმ დარბაზში. და რა თქმა უნდა, ბევრი კრიტიკაც მოვისმინეთ ჩემი ოპონენტებისგან. ეს კრიტიკა მე ყოველთვის მივესალმები კრიტიკას. ეს არ არის ჩემთვის მიუღებელი პირიქით, მე მოუწოდე პარლამენტს, რომ მეტი კრიტიკა გამოეთქვათ და მეტი წინადადებები მოეცათ. სამწუხაროდ, რაზეც წუხვარ, არის ის, რომ ჩემი ოპონენტებისგან ამ კრიტიკაში მე ვერ მოვისმინე პრაქტიკულად ისე თქვა ვერც ერთი ისეთი წინადადება, რომელიც მე დამეხმარებოდა. მოუწოდებ მათ, რომ ალბათ უფრო მეტი წინადადებები ფორმულირება მოხდეს, ისეთი რომელიც ჩვენ დაგვეხმარება, მთავრობას დაეხმარება, რომ კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ და კიდევ უფრო მეტი შედეგი მივიღოთ. და ზოგიერთი წინადადება, რომელიც მოვისმინე, იყო უფრო პოპულისტური. მე თვითონ არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც უყვარს პოპულიზმი. მე ვცდილობ ყოველთვის პოლიტიკოსებისთვის ეს ძალიან დამახასიათებელი რამ არის და ანუ არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაც ამით გავიდნენ ფონს. მე მესმის არ მინდა რომ თქვა რომ მე არა ვარ პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ხდები პოლიტიკოსი უკვე. ამიტომ ამის თქმა ალბათ არ არის საჭირო, მაგრამ მეორე მე არ მგონია რომ პოლიტიკა ეს არის პოპულიზმი. და მე მგონია რომ პრინციპში რაც უფრო კონკრეტულები ვიქნებით, რაც უფრო მომართულები ვიქნებით შედეგის მისაღებად, მით უფრო სწრაფად განვითარდებით და კარგ შედეგებს მივიღებთ. მაშინ ვისაუბროთ შედეგზე. რა იყო ის რისი თქმას თქვათ იმის გამო, რომ
ოპონენტებმა მოახერხეს ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ თქვენი ოპოზიციის და იგივე ნაციონალური მოძრაობის რაც იყო დარბაზში წარმოდგენილი, თავარი ნარატივი ის არის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ეს ქვეყანა გაჩერდა, წავიდა უბსკულისკენ და აქ მივექანებით. შესაბამისად, როცა თქვენ საუბრობთ რაღაცა რეფორმებზე, რაღაცები გამოსორდა იქ რომ სხვა მოდელები ნერგა და წინსვლა არსებობს, რომელიც ამავე დროს გაზომვადია და მოყავთ გარკვეული რიცხვები, ეს უბრალოდ არ ჯდება ამ ნარატივში, იმიტომ რომ ეს ნარატივი არის, რომ ქვეყანა არის იღუპება. ცხადია, რომ ამიტომ უკვე აქ ხდება კამათი, შემდეგ იტყვით რაღაცა ფრაზას, გამოეკიდებიან იმას, სხვა შორის ადრე ახალბენდუქიძე სწორედ რაღაცა ფრთიანი ფრაზებით გახდა პოპულარული, რომელიც საზოგადოების რაღაც საგრძნობ ნაწილს აღიზიანებდა. აქედან გამომდინარე, რომ გადავიდეთ შინაარსობრივ ნაწილზე, რა იყო ის, რაც ჩაიკარგა ამ დისკუსიაში და რეალურად გინდოდათ უფრო მეტი გეთქვათ, ანუ გესაუბრათ სიღარიბის დაძლევის რეალურ გზებზე. დიახ, პირველ რიგში მინდა თქვა, რომ აი თქვენ რაც ახლა თქვით, ეს არის აბსოლუტურად სწორი ინტერპრეტაცია იმისი, რაც მოხდა. და ოლთვის მოხარული ვარ, რომ არის ხალხი, ვისაც ესე ზუსტად ესმის და კარგად ესმის. დიახ, ზუსტად ეს არის, რომ ჩემი ოპონენტები, რაც მე არ მესიამოვნა, შემოსულები იყვნენ უკვე გამზადებული კითხვებით. ანუ იმას რას ვიტყოდი, მე დიდი მნიშვნელობა არ ქონდა. ანუ იყო მაგალითად ლაპარაკი იმაზე, რომ სად არის თქვენი პროგრამა როგორც თავრობის. როდესაც მთელი ჩემი წარმოდგენა და მოვიტანე კიდევაც აქ სტუდიაში, არის ის, რომ ჩვენ ყველა სექტორის მიხედვით გვაქვს დეტალური გეგმა გაწერილი. და მე მინდოდა თქვა ამ გეგმაზე მესაუბრა. ამის სურვილი მაინდამაინც მე ბევრში ვერ დავინახე. ეს ერთი, მეორე, როდესაც მე ვიკითხე, რა არის თქვენი კონკრეტული წინადადებები, პრაქტიკულად დარბაზი გაშუნდა და გაისმა მხოლოდ ერთი წინადადება შეამცირეთ გადასახადები. რაც იყო პრინციპში ძალიან პოპულისტური განცხადება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხალხს როცა ეუბნები რომ შეამცირეთ გადასახადები, ყველა გადასახადები ცუდია, უნდა შეამცირონ, მაგრამ მე შევეცადე რომ შემეხსენებინა, რომ ჩვენ საქართველოს ვართ დღეს გადასახადების სიმცირის და სიმარტივის მიხედვით სოფლიოში ვერ დაიჯერებთ, მე მგონია მე-3 თუ მე-4 ქვეყანა. იცით რა ძალიან საინტერესოა, რომელი პოლიტიკური ჯგუფისგან წამოვიდა ეს. მახსოვს ზუსტად ვერ გეტყვით, ეხლა მაგ შეგიძლიათ ჩანაწერი ნახოთ და სხვა ტიპის შენიშვნაც, ესე ვთქვათ, რომელიც ეხება არა პირდაპირ გადასახადების შემცირებას, არამედ მაგალითად პროგრესული გადასახადის შემოღებას, რაც ნიშნავს განსხვავებული დაბეგვის რეჟიმს ერთი, ეს უფრო რაღაცა მემარცხენე მიდგომა არის და რომელიც ამავე დროს ეს ადამიანები გულისხმობენ იმასაც, რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში იყოს უფრო დიდი. და მაგრამ თქვენ მე ბევრი ჩვენ ეთერში სადღაც შევხვედრივართ ერთმანეთს. სხვა თქვენი ეთერებისთვისაც მაქვს მოსმენელი და თქვენი პოზიცია გასაგებია, რომ სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნესმა. ამავე დროს თქვენც მოგონი იზიარებთ თორსტოი პრემიერისგანაც მოვისმინე, რომ საუბარია იმაზე, რომ ყოველწლიურად შეიქმნას ქვეყანაში 50-60 სამუშაო ადგილი. ეს არის ძალიან ვრცელი თემა, მაგრამ თუ შეიძლება რომ რაც შეიძლება მოკლედ და ესე ვთქვათ მიზნობრივად ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს. აი მაგალითად მომავალ წელს ამ ხრივ რას გეკმოთ? ესე იგი, შეიძლება ჩვენ უნდა ვიცოდოთ, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი სექტორი. ბევრი სექტორი ეკონომიკაში. ჩვენ თითოეული სექტორის მიხედვით გვაქვს განსაზღვრული გეგმა. მაგალითად, ენერგეტიკა. ენერგეტიკის ჩვენ გვაქვს გეგმა, რა გვინდა, რა სადგურები უნდა ავაშენოთ. თქვათ, ეს იქნება, თქვათ, ალტერნატიული ენერგეტიკის სადგურებზე გვაქვს ქარზე ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი უელექტროსადგურებზე, რომლებიც შენდება. გვაქვს გეგმა ენერგეტიკაში, როგორ უნდა განავითაროთ ჩვენი ელექტროქსელები, როგორ უნდა შევცვალოთ ამ საქმიანობას, რომელიც ჩვენ დაგიმილი გვაქვს 2019-ში, რა თქმა უნდა დაჭირდება დამატებითი მუშახელი. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისი, თუ რა შექმნის ამ სამუშაო ადგილს. ანუ ჩვენ ინტენსივობა ჩვენ ენერგეტიკური სისტემის განვითარების უნდა გავზარდოთ და ეს უკვე ჩადებული არის გეგმაში. და აი დაახლოებით რამდენი იქნება, ასე ვთქვათ, დასაქმებული? იცით, კი, დიახ, რამდენი დასაქმებული ძალიან უხეშად გეკითხებით ახლა გესმით ალბათ რატომ? უფრო გასაგებია. აბსოლუტურად კი. დიახ, ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ წელიწადში დღეს ჩვენ ვქნით 30000 სამუშაო ადგილს მთლიანობაში 30-40 საშუალოდ რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გვინდა გავუორმაგოთ ეს ციფრი. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ 60 სამუშაო ადგილი, რაც არის საკმაოდ საგრძნობი იქნება მოსახლეობისთვის. აგრეთვე, რა თქმა უნდა, ამას მოყვება საშუალო შემოსავლების ზრდა. მე როგორც არაერთხელ გამიცხადებია 2025 წლამდე
ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი პროგრამა მოიტანს გაორმაგებელ საშუალო შემოსავლების. იცით რა, თქვენ ამ მიმართულებით დაასახელეთ ენერგეტიკა, მაგრამ ნახეთ, ენერგეტიკა არის ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი დარგი, იმიტომ რომ ნებისმიერი წარმოება რო განვითარდეს და მით უმეტეს მოხმარება მუდმივად იზრდება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკა. თან ჩვენი ენერგეტიკური ბალანსი იმგვარია, რომ ჩვენ მაინც ენერგო დამოკიდებული ვართ, ხო? მაგალითად საწოლს არ ვიღებთ და მთლიანი საერთოდ ყველანაირ ენერგომატარებელში ჩვენ მაინც დამოკიდებული ქვეყანა ვართ. მაგრამ შენებლობას, თუნდაც ჰესის შენებლობა რო ავიღოთ, შეიძლება რაღაც გარკვეული სამუშაო ძალა ჭირდება, მაგრამ ის მართვას რეალურად უკვე ძალიან ცოტა ადამიანი ყოფნის. ეს სფერო მუდმივ და მაღალკვალიფიციური დასაქმების ადგილებს ქმნის, მაგრამ ცოტას. ამისთვის საჭირო არის, რასაც ვისმენთ იქ პარლამენტში გამოსვლისგანაც, ისეთი სამუშაო ადგილები, რომელიც შექმნის მაღალ დამატებით ღირებულებას, ხო? და თქვენ აპირებთ, რომ თქვათ ეს ბიზნეს ხელი შეუწყოთ, მაგრამ ადრეც ვისაუბრეთ, ორი კითხვა მაქვს მე აქ ძირითადად, რომ აი უფრო კონკრეტულად მინდა დავინახოთ განსაკუთრებული ნაბიჯები. ერთი, ეს სფეროები რამდენად ზუსტად იქნება გაწერილი, რა არის ეს ინდუსტრიები, როდესაც აპირებთ რომ ბიზნესი მოიმზადოთ და მეორე თქვენ საუბრობთ მუშახელის კვალიფიკაციის გაზრდაზე და მათ გადამზადებაზე. მაგრამ ამავე დროს რას აკეთებთ იმისთვის, რომ არსებული მუშახელის შესწავლა მოხდეს მათი პოტენციალის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ არიან ადამიანები და ეს თქვენც თქვით თავის დროზე, რომლებიც უბრალოდ, ну, ზოგს არ სურს მუშაობა, იყო საუბარი დიასახლისები, რომელიც არის არსებული დიასახლისები, რომელიც არ წამოვა და არ იმუშავებს ტურიზმის სფეროში. ხო. ხდებით, ანუ რო ხონდა მოხდეს მათი პოტენციალის შესწავლა. ამ მიმართულებით რას აკეთებთ, რომ საბოლოო ჯამში ეს ორი სფერო ერთმანეთს შეხვდეს. კვალიფიციური მუშახელი დასაქმება. აბსოლუტურად, მე ზუსტად გადავშალე სპეციალურად წამოღებული მქონდა ჩემი წიგნი, გადავშალე იმ გვერდზე, სადაც აღწერილი არის ის მიზნობრივი სექტორები, სადაც ჩვენ თვლით, სადაც მაქსიმალურად გააკეთებს მთავრობა ძალისხმევას, განახორციელებს ბიზნესის და განვითარების ხარდაჭერას. ეს არის ენერგეტიკა, ეს არის ლოგისტიკა, ანუ სატრანზიტო პოტენციალის ათვისება და საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი საქართველოს წარმოების წვდომის გაუმჯობესება. ეს არის მომსახურების სექტორი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ზადა გვექნება მეტი ტურიზმში და აგრეთვე ეგრეთ წოდებულ ბიზნეს პროცესების აუტსორსინგში, რაც უკვე ხდება. ანუ ჩვენგან ჩვენი ხალხი, რომელიც იმუშავებს საქართველოში, შეიძლება მოემსახურონ ქვეყნის გარეთ ბიზნესებს, მაგალითად IT-ის სფეროში. შემდეგ არის სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, რაც იქნება ძალიან დიდი ჩვენი პრიორიტეტი. ეს არის ჩვენ გვინდა კერძოდ მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო ქვესექტორების განვითარება კვების სასურსათო მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში. ეს არის წარმოების სექტორი, ინდუსტრიის სექტორი, ინდუსტრიალიზაციის. ეს არის პრიორიტეტული აგრეთვე საექსპორტო სექტორების განვითარება. ჩვენთან არის უკვე რამოდენიმე სექტორი, იგივე ტექსტილში, იგივე ტყავის წარმოებაში, იგივე ავეჯის სახსენებ. ჩვენ გვაქვს ავტონაწილები ავტოინდუსტრიისთვის, ჩვენ გვაქვს საჰაერო ინდუსტრიისთვის ავტონაწილების განვითარების უკვე ვითარდება და განვითარების დიდი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი რესურსების განვითარების დამატებითი დიდი პოტენციალი, რაც აგრეთვე შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს და გაამდიდრებს ჩვენ ქვეყანას. ეს ეხება ჩვენ გვაქვს საკმაოდ უნიკალური მარაგების ოქროში და სპილენში, რომელიც ჯერობით აუთვისებელია. და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინოვაციები და ტექნოლოგიები. ჩვენ გეგმავ და გვაქვს კონკრეტული გეგმა უკვე ინოვაციური წარმოებების შექმნის, როგორ შემოყვავს ინვესტორები, როგორ უქმნით მათ პირობებს. თითოეულ ამ სექტორზე, რაც მე ჩამოვაყალიბე, გვაქვს ძალიან დეტალურად გაწერილი გეგმა, რომელსაც რა თქმა უნდა, როგორც თქვი, შემიძლია გავაცნო ნებისმიერ მსურველს. არ არის ეს კონფიდენციალური. რაც შეეხება ამ სექტორებში, რა თქმა უნდა, დიდ დაბრკოლებას, როგორც არაერთხელ მისაუბრია, ეს არის ჩვენი მუშახელის კვალიფიკაცია. და ამასთან დაკავშირებით თითოეულ ამ სექტორზე ჩვენ ვაწარმოებთ შემდგომ მუშაობას. იქმნება და პრაქტიკულად შექმნილია ეგრეთ წოდებული კომისიები, ანუ ბორდები თითოეულ ამ სექტორზე, სადაც შედის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, ჩვენი პროფ განათლების დაწესებულებების წარმომადგენელი და რამოდენიმე ინდუსტრიის კომპანიის წარმომადგენელი. აი წარმოვიდგინეთ, ეს არის თანამშრომლობა განათლების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, პროფ განათლების ტექნიკურებისგან და აგრეთვე ბიზნესებიდან. აი ეს ბორდი თითოეულ ამ სექტორზე წვითავს რამდენი კაცი გვჭირდება რომ გადავამზადოთ, რაში უნდა გადავამზადოთ კონკრეტულად, როგორი კურსები იქნება, როგორი იქნება კურიკულუმი ამ კურსებზე
და როგორი რა დაფინანსება ჭირდება, რა სახელმწიფო მხარდაჭერა ჭირდება. და ამასთან დაკავშირებით მთავრობა არის მზად რომ გაუწიოს დახმარება ნებისმიერ ინიციატივას ამ სფეროში. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით ბიზნესებისგანაც ძალიან აქტიურ მონაწილეობას, რაც უკვე ხედავთ. და თქვენ ვერ წარმოვიდგინოთ რომ ბიზნესები უკვე დღეს ქმნიან აი ესე დაწესებულება საგანმანათლებლო. იგივე ავეჯის წარმოებაში მე ვიყავი რამოდენიმე ხნის წინ ავჭალაში ავეჯის კლასტერში უკვე იქ არის დაარსებული. და იქ არის მზად ხალხი რომ კიდე გააფართოვონ ეს საგანმანათლებლო ცენტრი. იგივე ამ კვადრატმა გააკეთა სამშენებლო კომპანიამ ზესტაფონში დიდი გადამზადების ცენტრი. კომპანიებმა ის თვითონ გააკეთეს მაშინ ეს ბორდი რაღაცა ჭირო არის, იმიტომ რომ ბიზნესი ის თვითონაც ხედავს, ხო? რომ თუ კი ბიზნესი, რომელსაც ის აკეთებს, არის მომგებიანი, მას აქვს გაფართოების პოტენციალი და მას აკლია მუშა ხელი, ეგ სხვათა შორის ამერიკაში და IBM-ი უკვე ჩადის არა მარტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც სკოლის დონეზეც კი, სადაც უკვე იქიდანვე არჩევს ბავშვებს, რომლებიც მე მისი კომპანიის თანამშრომლები უნდა გახდნენ, ხო? ის ამას ბიზნესი ამას თვითონაც მოახერხებს. თუ კი ეს სფერო არსებობს, მაგრამ ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, თუ თქვენ შექმნით რაღაცა გადამზადების კურსებს, თქვათ იქ ადამიანი ივლის. შემდეგ იმას აუცილებლად დაინტერესებს, რომ დასაქმება გარანტირებულად ერთი და ბოლოს მაინც გადის მე მესმის იმის ეკონომიკური ეფექტი, რაც ნიშნავს ტოტალური დასაქმება, თქვათ. ყველა თუ დასაქმდება, დაიწყება თანამდებობრივი კვალიფიკაციის ზრდა, ანაზღაურების ზრდა, იმიტომ რომ კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ ვინაიდან ჯერ კიდევ დაუსაქმებელი ადამიანი ბევრია და თვითდასაქმებულები პრაქტიკულად გათანაბრებულები არიან უმუშევრებთან. ამ პირობებში ძალიან დაბალია ანაზღაურება. დაბალი ანაზღაურების გამო ბევრი ადამიანი ეკონომიკურად პასიურია. მარტივად რომ ვთქვათ, ურჩევნია იჯდეს სახლში. ანუ როგორ უნდა დაძრათ ერთის მხრივ ეს პროცესი და მეორე ამის ჩვენება. ხოთ ეხლა თუ 30000 იქნება, მე 50-60,000 ადგილი თუ შეიქმნება. ამის ჩვენება საზოგადოებისთვის თლიანობაში, რომ ეს პროცესი მიდის და აღმავალია. ალბათ ამასაც დაჭირდება რაღაც გარკვეული გზების. ხო და აი მე რო არ იყოს და უშოთ ეს ინტერპრეტაციები და სპეკულაციები რაღაც ცალკეულ სიტუაციებთან დაკავშირებით. განყენებულად არსებობს ციფრები, განყენებულად არსებობს განწყობები, რომელსაც მუდმივად მიდის სპეკულაცია, რომ ყველაფერი არის ცუდად. შევეცდები ნაციონალურ უპასუხო კითხვებს. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ აი გეთანხმებით იმაში, რომ ბიზნესი აკეთებს ამას იგი ჩაბმული არის განათლების პროგრამებში და რა თქმა უნდა ამზადებს. იგივე ჩვენ დიდი პროგრამა გვაქვს სასტუმრო და ის ტურიზმის სექტორში და მე ვიცი რამოდენიმე კომპანია იგივე აჭარა ჯგუფი რომელსაც შექმნეს თავისი სკოლა აგრეთვე იმიტომ რომ მოემზადებინათ იგივე მიმტანები და საშუალო დონის ადმინისტრატორები და ესე შემდეგ. ყველა ამბობს იმას რომ ეს არ არის საკმარისი. აქ არის საჭირო სისტემური თავრობის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რომ ჩვენ ეს პროცესი, რომელიც კი მიმდინარეობს თავისთავად, ჩვენ გვჭირდება ეს პროცესი, ამ პროცესის დაჩქარება, ჩვენ გვჭირდება ამ პროცესის გასამაგება, სამჯერ უფრო უნდა დაჩქარდეს. ჩვენ რომ ველოდოთ ბიზნესს, ეს მოხდება ეს პროცესი მე გეთანხმებით, მაგრამ ეს დაიკავებს დიდ დროს. ჩვენ არ შეიძლება ჩვენი თავი შევადროოთ შეერთებულ შტატებს. ის არის აბსოლუტურად სხვა მასშტაბი და სხვა განვითარების ეტაპზე არიან. იქ არის სხვა დონის ბიზნესები და იქაც კი სახელმწიფოს როლი განათლებაში ძალიან დიდია. ამიტომ აქ ჩვენ ხედავთ მე დამისვეს კიდევაც კითხვა. კი თქვენ გაქვთ პროგრამა, მაგრამ რაშია სახელმწიფოს როლი? სახელმწიფოს როლი არის ძირითადად ჩემთვის სამ ძირითად რამეში. ეს არის განათლება, ეს არის კანონები, სწორი კანონები და სწორი რეგულირება და აღსრულება და მესამე არის მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აი ეს არის და განათლება არის სამიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქ ჩვენ ვერ დავიხევთ უკან ვერანაირად. და ამასთან დაკავშირებით მე ყოველდღე ხვდები შემთხვევებს, სადაც მე მესმის ბიზნესებისგან, რომ ისინი ჩერდებიან იმიტომ, რომ კვალიფიცირებული მუშახელი არ არის. იგივე ორჯერ მქონდა გუშინ ზუსტად რამოდენიმე დღეს წინ განხილვა მქონდა ავეჯის სექტორში. ისევ შემოიტანა კომპანიამ განაცხადი, როდესაც მქონდა საინვესტიციო ვალდებულება აღებული კარების წარმოებაზე და თქვა რომ მე უნდა მეწარმოებინა თქვა 3000 კარი, მაგრამ ვაწარმოებ მარტო 1500. ამიტომ უნდა გადამიიკეთოთ, იმიტომ რომ ვერ ვიპოვე მუშახელი კვალიფიცირებული. და ამაზე აქვს წარმოდგენილი საბუთები. ჩვენ უნდა ეს სიტუაცია გავასწოროთ. ეხლა რა შეიძლება შემოსავლეს? მე მესმის რომ შემოსავალი ზოგჯერ სამუშაო ისეთია რომ ის ხელფასი რომელიც არის ის არც უღირს ადამიანს რომ მივიდეს და იმუშაოს და სრულიად მესმის იმ ხალხის გულის ტკივილი და იმ ხალხის მდგომარეობა და მე სპავს ჩემ წრეში ბევრი ესეთი ახლობელი მართალი რომ გითხრათ მეც აქ დავიბადე და აქ ცხოვრობდი და ძალიან კარგად ვიცნობ სიტუაციას.
ჩვენი შემოსავლების ზრდა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კვალიფიკაცია გაიზრდება. ჩვენი კვალიფიკაცია ჩვენ გავაკეთებთ უფრო და უფრო მეტ კვალიფიცირებულ სამუშაოს შევასრულებთ, შემოვიტანთ უფრო და მეტ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ბიზნესებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ უფრო და უფრო პროდუქტიულები გავხდებით, აი ამას მოყვა შემოსავლების ზრდა. რა თქმა უნდა, დღესდღეობით არის გასაჭირი, ხალხს უჭირს, ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს უმუშევრობა და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის შემოსავლების ზრდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი ძალიან დიდი არის სამუშაო ადგილების შექმნა. გასაგებია, ოღონდ ნახეთ, თქვენ აპირებთ რომ ინვესტიციები მოიზიდოთ. ინვესტიცია შეიძლება იყოს გარე, პირდაპირი, მაგრამ შეიძლება იყოს ადგილობრივიც, ხო, რომელიც თქვა დანაზოგებით კეთდება ადგილობრივი ინვესტორები. ერთ-ერთი მიმზიდველი ინვესტორთათვის არის იაფი მუშა ხელი. ანუ ის დაინტერესებული სწორედ ამაში რომ მეტი მოგება ნახოს, ალბათ ჩემთვის ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ხრივ არის იგივე მშენებლობა, ხო? და თქვენ ამაზე არ მიდის ხოლმე სხვათა საუბარია რომ ამდენი რაღაცა კვადრატული მეტრი შენდება, ამდენი ფული იხარჯება, მაგრამ ამას არ არის ხოლმე საუბარი რომ ვინც არის ინვესტორი ამ შემთხვევაში დეველოპერი, მშენებელი, რა მოგებას ნახულობს ის რამდენი პროცენტიას აქ ჩვენთან და რა არის ის შემოსავალი, რომელსაც ის ჩვეულებრივი დასაქმებული მუშები, ესე ვთქვათ, იღებენ, რომლებიც არიან ერთ-ერთი საზომი აქვთ. ის რომ კონკურენცია აქ არის ბევრი, ეს დასაქმება ჭირს და შესაბამისად ძალიან მიზერულ ანაზღაურებაზე თანახმარი. აი ამ დილემაში ვარდებით ჩვენ, იმიტომ რომ თუ ერთის მხრივ ჩვენ ინვესტიციების მოზიდვაზე მეცადინეობთ და ამას ცდილობთ და მეორეს მხრივ გვინდა რომ შემოსავლები გაიზარდოს. ეს ინვესტორს პირველ რიგში სწორედ საინტერესოს მაქსიმალური მოგება. როგორ უნდა დააბალანსოს ეს სახელმწიფო? აი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვეზდება შემოსავლები და უფრო მეტ ხელფასებს გადაიხდიან ინვესტორები, მაშინ, როცა ამ ინვესტორების რაოდენობა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კონკურენცია გაჩნდეს მათ შორის მუშახელზე. აი მაშინ გაიზრდება. აი მაგალითად, როგორ მოგიყვანოთ მაგალითად, ვთქვათ, ავსტრალიაში ძალიან დიდი კონკურენცია გაჩნდა მუშახელზე სამთო-მოპოვების სექტორში. იმიტომ რომ ბევრი ინვესტორი შევიდა და ამიტომ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ხელფასება გადააჭარბეს $100,000 თვეში. მახსოვს ეს საკითხული მაქვს ეს კვლევა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მე გასურდა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ მოვიზიდოთ მაქსიმალური რაოდენობით ინვესტიციები, არა მარტო გარეგანი, არამედ შინაგანი ინვესტიციებიც. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აი იმ სექტორებზე, რომელზეც მე ვილაპარაკე, განათლების გარდა, რომელიც ქმნის მიმზიდველობას ინვესტორის, არის ინვესტორებთან ძალიან აქტიური მუშაობა. ჩვენ უნდა ვემუშაოთ ინვესტორს აქტიურად, ის რომ ჩამოდის, ჩვენ უნდა მივხედოთ, ჩვენ ქმნით ერთ ფანჯარას ინვესტორთან მუშაობის, ერთ სარკმელს, სადაც ინვესტორს რაც არ უნდა გაუჭირდეს, უნდა მოვიდეს ჩვენთან და ჩვენ დავეხმარებით ყოველთვის მოგვარებაში. და ეს უნდა იყოს ძირითადი პრინციპი იმისი, რომ ინვესტორის ინტერესი, ინვესტორი რომელიც მოდის, ეს ქართველია თუ უცხოელია და თუ ის დებს აბანდებს ნახოს, ჩვენ ჭირდება მაგას დახმარება. ჩვენ რომ მაგ დავეხმარებით, მოვა კიდე მეტი ინვესტორი, გაჩნდება სამუშაო ადგილები, იქნება კონკურენცია ინვესტორებს შორის სამუშაო ადგილებზე და ის ხელფასებიც გაიზრდება. ბატონო გიორგი, ესე იგი აი ეს კონკრეტულად ეხა აი რაც დააინტერესებთ, ეს თუ ახალი ამბავით რაც ამოვიდოდა ამ ჩვენი ინტერვიუდან, ეს კონკრეტული რომ დავტოვოთ, მომავალ წელს რამდენი სამუშაო ადგილის შექმნას გეკმავთ? ანუ ეს ის ციფრია, რაც ეხან თქვით? ჩვენ ფიქრობთ, მომავალ წელს მე მგონია ჩვენ წელს შევქმნით 40,000 სამუშაო ადგილი და 40,000 გაიცეთ ჩვენ ფიქრობთ სადაც 50-60,000 ადგილის შექმნას. კარგი. რა თქმა უნდა, ამას გავარკვევთ, ასე ვთქვათ, გამოყვებით გზად და გავარკვევთ ამას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ეკონომიკის მინისტრს წესით კარგი ფეხი უნდა ქონდეს საყალწლოდ. ამიტომ ბატონი გიორგის არის ჩვენი ბოლო სტუმარი წელს და დიდი მადლობა მოკლედ სტუდიაში სტუმრობისთვის. შეგიძლიათ თქვა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მიულოცო ყველას დამდეგი შობა ახალი წელი. გისურვებთ ყველას მაყურებლებო და მოქალაქეებო ბედნიერ ახალ წელს. და კარგი ეკონომიკურ წელს. კარგი ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გაიცათ ძალიან დიდი გარღვევები ექნება ეკონომიკურ ზრდაში და დიდი მადლობა.
იქნება ეს ყველაზე კარგი პროგნოზი და ყველაზე სანდო, ვიდრე მაგალითად მიხეილ საგარელი აკეთებს ხოლმე, ეს არის უფრო დამაიმედებელი პროგნოზი. დიდი მადლობა, გიორგი ქობულია, ეკონომიკის მინისტრი იყო ჩვენი სტუმარი. მოკლედ 100-ია თუ ისეა, მოდის ახალი წელი და რამდენი რა დრო დარჩა, ასე ვთქვათ, ბოლო დღეა, ხო? დაიწყო. დღეს არის უკვე 31 დეკემბერი. არ გამოგვივიდა ძალიან საახალწლო, ასე ვთქვათ, გადაცემა, თუმცა ეს სხვა გადაცემებმა ჩვენს მაგივრად გააკეთეს. ერთადერთი საახალწლო, ასე ვთქვათ, სეგმენტი ამ გადაცემაში დავიტოვეთ ის, რომ ისიც შედარებისთვის თუ ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და რა გვაქვს, ასე ვთქვათ, გადატანილი წარსულში, მე და შენ კი გვიან გავჩნდით, მაგრამ ეხლა არის სხვა არქივიდან კოლაჟი საქართველოში ახალ წელს როგორ ზეიმობდნენ, თბილისი როგორი იყო და დღეს რომ ნახე, მქონდა ისეთი კულტურული შოკი. სხვაობას უკანასკნელ რამდენიმე ათეულ წელიწადში. უკანასკნელ რამდენიმე ათეულ წელიწადში ისეთი საინტერესო გმირებიც ჩანან, ასე ვთქვათ, ქალაქი როგორი იყო და ასე შემდეგ. ნუ ძალიან, ასე ვთქვათ, ყველაფერი, ასე ვთქვათ, ვითარდება და ყველაფერი კარგად იქნება, სავარაუდოდ. შეგვიძლია ვნახოთ ახლა ეს ვიდეო. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ქალაქ თბილისის წითელი არმიის სახლში მხიარულად და ბედნიერად ჩაატარეს საახალწლო ნაძვის ხის დღესასწაული მეთაურთა და უფროსთა შემადგენლობის ბავშვებმა. ახალ წელს ველა ოჯახში პირველი ჭიქით დღეგრძელობა უსურვეს ბედნიერი ცხოვრების შემომქმედს, ხალხთა მამასა და მასწავლებელს დიდს დალიბს. მოგილოცავთ ახალ წელს, ხარობდეთ ფეხის შემოდგი, გილოცავთ ხორჩა-წვენითა, დაიზარდენით, ისწავლეთ და დრო ატარეთ ლხენეთა. თბილისის მრავალ მოედანზე და სადარმოს შეეწყო შრომელთა საახალწლო შეხვედრა ნაძვის ფესტა. სინათლის ვაში ჩაიძირა 1956 წლის უკანასკნელი ღამე. პირფას მეგობრებო, ნება მიბოძეს ტელეხედვის სტუდიის ახალგაზრდა კოლექტივის სახელი, მოგილოცოთ ახალი წელი. ბედნიერებითა და სიხარულით, ახალი გამარჯვებებით აღსავსე იყოს ჩვენთვის ძვირფასო მეგობრებო 1957 წელი. წლის 1 იანვარი. მოგილოცავთ ახალ წელს. მოგილოცავთ ახალ წელს. ჩემს კოლეგებს, ჩემს ბებრებს, რომლებმაც დიდი შრომით და სიყვარულით განვლეს მეტაფრთული შემოქმედებითი გზა. მე მსურს ჩვენს საზოგადოებას ქართველ ერთ ჩვენს მშრომელებს ვუსურვო დიდი და დიდი ბედნიერება. მაინც იფოთლებოდი ხალხის გასახარადა შენი ხარობს გული მე რამიე ჩვენ ვეგებებით ახალ 1985 წელს. ამ საზეიმო წუთებში თითოეული ჩვენგანი გონების თვალით გახურებს გასულ წელს. იგი მრავალი ღირსშესანიშნავი მოვლენით იყო აღსავსე. საბჭოთა ადამიანები ნაყოფიერად იღვწოდნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 26 ყრილობის, პარტიის ცენტრალური კომიტეტის მომდევნო პლენუმების მიერ შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელებისათვის. ჩვენი ქვეყანა გახდა უფრო ძლიერი და ლამაზი. ხოლო საბჭოთა ადამიანების ცხოვრება უფრო უზრუნველყოფილი და შინაარსიანი. პაშასე, ჩემო მეგობრებო, ჩავკიდოთ ყველა ხელი ერთმანეთს. ყველა ულოცავთ ერთმანეთს. ორი
ესე იგი, რა თქმა უნდა, ყველა წელი არ იყო. ტელევიზია რო გაჩნდა ამის იმ პერიოდიდან მე მგონი იყო. თუ ყოველ შემთხვევაში ტელევიზია არა, ანუ ფირები თითქმის 80 წელი იყო. და აქ დავსვით კითხვა, რომ ფსიქიატრს რა უნდა თქო, ლავლი ბზურაბიშვილს. რატომ მიალოცინეს ახალი წელი? ვერ მივხვდი, იყვნენ მსახიობები, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება არა, ანუ ძალიან პატარებმა არ იციან. ტელეწამყვანი იყო, და ხო ფიქრობდი, რომელი პერსონაჟია ჩვენი ტელევიზიიდან, მე მგონი ლეჟავა ალბათ. ვერ გეტყვი რატომ მიალოცინეს, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, რომ პროგრესის სახეზეა, ახალი წლები უჯობესდება და ძიმე ცხოვრება გვაქვს გადატანილი განსაკუთრებით. რაც გვახსოვს აი ბოლო 80 წლიდან. კი, და ერთი სერიოზული დიდი ჩავარდნა იყო, ანუ არ არის ესე 80-იანი წლებიდან 2090-იანები არის. ხო, 90-იანები, იმიტომ რომ იქ არაფერი არ იყო, ასე ვთქვათ, მართლობნელი, ასე ვთქვათ, პერიოდი იყო. ესე იგი, ჩვენი გადაცემა დასრულდა დღეს და, ნუ, ხვალ დღეს სრულდება 2018 წელიც. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს იანვრის ბოლოსკენ, სადღაც. მანამდე დავისვენებთ, ისევე როგორც ბევრი ისვენებთ, გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს, ასე ვთქვათ, სიმშვიდეს, სიკეთეს და სტაბილურობას, რაც თავარია. გილოცავთ ახალ წელს. ნახვამდის.